დილა მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. დილის ლაივია ეთერში და მე და ხატია ჩვენი გუნდი პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას თქვენთვის და თქვენთან ერთად რა თქმა უნდა. დილა მშვიდობისა, როგორც გუშინ დაკვირდით, ძალიან მალე გაივლის რამოდენიმე საათი და გათენდება და ისევ თქვენთან ერთად ვიქნებით და ასეც მოხდა რა თქმა უნდა. 2 საათის განმავლობაში ვიქნებით თქვენთან ერთად ძალიან საინტერესო ამბებით, საინტერესო სტუმრებით, საინტერესო სიუჟეტებით და მოკეთ 2 საათი უნდა იყოთ ჩვენთან ერთად. გადაცემას ტრადიციულად ამინდის პროგნოზით გავიგებთ, რომელსაც PSP წარმოგვიდგენს და გაგვაცნობს ჩვენი არაჩვეულებრივი ანა ზაქაშვილი. ანა, დილა მშვიდობის, მოგესალმებით. მე მგონი კარგი ამინდი იქნება. მეც ეგრე მგონია. ჩემი ოჯახის საფრთხე. დილა მშვიდობის, ბაჩო ხატია, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, როგორ ხედავთ კვირა დილაც მზიანი გათენდა ჩვენს დედაქალაქში და გაგაცნობთ საქართველოს სხვა რეგიონების ამინდის პროგნოზსაც. დავიწყოთ დასავლეთ საქართველოთი, სადაც დღეს დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი დაბლობში. ღამით +9-დან +14 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +25-+30 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა +2-დან +7 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +23-+28 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი ბარში ღამით +5-დან +10 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +22-+27 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -1-დან +4 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +18-+23 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ ტრადიციულად სოხუმით, სადაც დღეს 27 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები. 29 გრადუსი არის ნავარაუდები ზუგდიდში და ასევე ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე დათბება, დღე კი უნალექოდ ჩაივლის. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღეს 27 გრადუსი იქნება, ხოლო ქობულეთში ჰაერი 26 გრადუსამდე დათბება. ასევე 26 გრადუსი მზიანი და უნალექო დღე იქნება დღეს ბათუმში, ახალციხეში კი ჰაერის ტემპერატურა დღეს 23 გრადუსამდე დათბება. 30 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები დღეს ქუთაისში, მესტიაში კი 20 გრადუსი მზიანი და უნალექო დღე არის ნავარაუდები. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღეს 25 გრადუსი იქნება, ცხინვალშიც ასევე 25 გრადუსი მზიანი და უნალექო დღე იქნება. გორში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე დათბება, ასევე 26 გრადუსი არის მოსალოდნელი თელავში. რუსთავში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება, ხოლო თბილისში, ჩვენს დედაქალაქში, როგორც ხედავთ, დილიდან მზიანათებს, ჰაერის ტემპერატურა დღეს 27 გრადუსი იქნება და დღის განმავლობაში ასე გაგრძელდება. ასეთი ამინდი გვაქვს კვირას საქართველოსა და თბილისში. მე დაგემშვიდობებით აქ და გისურვებთ პოზიტიურ კვირა დღეს. გადასარევი ამინდია. არაჩვეულებრივი გადასარევი. 29, 27, 28, ბაჭო. ზაფხული ფაქტიურად. მოვიდა რა ზაფხული, მოვიდა და განწყობაც შესაბამისად. მოვიდა და გავგრილდეთ. აი მინდოდა რომ ცოტა მიმენიშნებინასავით. აი კი ბატონო, ინებეთ. თუმცა სეზონი არ არსებობს, ყველა სეზონზე მინდება ყოველ დილას რომ მივირთვა და ჩავიჭახაჭო. რა იყო? ვეღარ ისეთ სიჩუმე ჩამოვარდა. არა, იცი რა, არა, რისთვის შეემზადე თქვი ხა, რისთვის დაიმუხტა ენერგიით. გატყვი ბარემ საიდუმლო. იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ენერგიით დავიმუხტოთ და ფიზიკურადაც დავიტვირთოთ. და მეხარჯები ეხლა? არა, მე არა, მე დღეს დილით საკმარისად ვივაქტიური აღვიდგინო ენერგია და მანამდე კი ჩვენი არაჩვეულებრივი ქეთი ზაზანაშვილი შემოგვიერთდება. მოვიდრე ჩვენი ენერგიული გოგოები, როგორ ხარ ზაზანების სტუდიაში. ბატონო, დილა მშვიდობის, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ვატარებ ჯგუფური ფიტნესის კურსს და ეს არის ერთ-ერთი ჩემი სტუდენტი, ასე რომ დღეს იქნება ძალა ენერგიულად თამუნა შემოგვიერთება ახალი ზაზანა. ახალ ზაზანას თამუნა. სანამ დავიწყებ, მინდა ერთი ფაქტი ვთქვა ზუმბას შესახებ, ძალიან ბევრჯერ მეკითხებიან, რამდენ კალორიას წვავთ ზუმბას დროს.
ხო, ეს არის ძალიან ინტენსიური კარდიოდატვირთვის ვარჯიში, ამიტომ მინიმუმ 400-დან 600 კალორიამდე იწვება. არა აქვს მნიშვნელობა. ხანზე უნდა იყოს 45 წუთი. წარმოიდგინეთ, რომ 2 საათი, 2 საათნახევარი დარბი ხართ, მაგრამ 45 წუთში ჩვენ ვწვავთ იგივე კალორიას, რასაც თქვენ დაწვავთ 2 საათის მანძილზე სირბილის დროს. დიახ. ხო, 45 წუთში ინტენსიურად, რა თქმა უნდა, თუ 100%-იანად ჩადებთ თქვენს ენერგიას. 45 წუთი ვერ ვივარჯიშებთ ახლა. აქ დავიწყოთ და მე გავაგრძელოთ. ჩვენ დავიწყოთ, თქვენ თავარია, რომ ჩვენ მაყურებელმა ივარჯიშოს 10 წუთი მაინც ჩვენთან ერთად ყოველ კვირა დილას, რა თქმა უნდა. ასევე შეგვიძლია დავიწყოთ დღეს გვაქვს 3 რიტმი მერენგე. მუსიკაც გჭირდებათ მაგისთვის. კი. აუცილებლად. დღეს არის მერენგე, შენი საყვარელი ბაჩატა. ბაჩოს გარეშე ბაჩატა არ იქნება. ბაჩოს ბაჩატა და მერე იქნება ერთ-ერთი რეგეტონის. ვაუ. დავიდა? მერენგე? ხო, დავიდა ცოტა. ამას ქვია მარში ადგილზე. დავიდა მეგობრებო. გვერდზე გადავიდა. დავიდა. მარცხენა მხარე, მარჯვენა მხარე. თუშ. დავიდა თეზოები. მივაწვე ქის პრესი არის დაჭიმული. მარცხენა ფეხი. კოჩა. მარჯვენა. კიდე თეზოს ვაწვევით. დავიდა ხელი დავამატე. მოემზადეთ მეგობრებო, გადასვა მარცხენა ფეხით, მარცხენა, ორი ნაბიჯი, მარჯვენა, ორი ნაბიჯი. კოჩა. იეი! უხებიან დოდნა მოხრილი. ამას ბეწო შახო, ეს არის საბაძისო მოძრაობა, ზუმბასი. შევეცადეთ, რომ ტანი მივაყოლოთ, ხელი მაღლა, წავღოვნათ. კოჩა, მეგობრებო, ეხლა ნახეთ. მერენგე წინ, უგან. წინ, უგან. კოჩა. აჰა. თეზოთ მუშაობთ გვერდზე. ეხლა შეხედეთ. რიტმული ვარიაცია. 2 1 1 2 ვემზადებით. კოჩა, 2 დავიდა სტრაფად. 2 2 1 1 2 1 1 კოჩა. დავიდა მარჯვენა ფეხი წინ უკან. ცოტა ჩავდივართ, რომ იმუშაოთ ფეხებმა. მოწავაგოთ იმუშაოთ, მთლიანად ფეხი მუშაობს. კოჩა, დავიდა ხელები დავამატეთ. დავიდა თეზო ადგილზევით. კიდე კოჩა. ენერგიულად. მეორე ხარე. კოჩა, კიდე კაია მოემზადეთ ისევ. ნაბიჯი, 2 ნაბიჯი. აბა მოდი ცოტა ჩავდეთ დაბლა. კოჩა ღვანში. დავიდა მეგობრებო, წინ, უკან, აბა ვცადეთ. დავამატეთ ხელი. ხელი ნეგატივი გამოდის დილიდან. ეხლა ცოტა ტუნვით. მეტი ენერგია. მეტი ხატე. მარცხენა მხარე. დავიდა. კოჩა. მოემზადეთ ისევ. მარცხენა ფეხი ჩავიდა, 2 ნაბიჯი. სადოთ? push. მუცლის პრესი მუშაობს. ბოლოდ ენერგიული მოძრაობები. ყოველ კვირა დილას. კიდე. მეტი კიდე. Ready? Stand. 2 1 ჩავითურქეთ.
იცი როგორ შეგრძნება მაგ მერინგეს რო იწყებ სულ მგონია რომ ლამაზი ამორძალები მიდიან რაღაცა ტყეების დასაპყრობად ფილმებში რო არის ხო იცი ახალი ამორძალები რა ეთყობათ ამორძალების უბრალოდ ლამაზები დატოვა ლამაზი ამორძალები რაღაცა მოძრაობები რო ფილმებში რო ჰოლივუდის ხო იცი ესე რომ მიდიან და რაღაცა საოცართ ამ გადასავლებში რო ვაიმე ძალიან დიდი მადლობა გამაგდებთ ხოლმე ჰოლივუდურ ლამაზ ფილმებში მადლობა შემდეგი წავიდა ბაჩატა მეგობრებო უნდა შევინარჩუნოთ ნეიტრალური პოზიცია ჩვენი ზურგის, რაც ნიშნავს ხები არის უკან და დაბლა, ოკეი? პრესი არის ტონუსში, 3 ნაბიჯი, გვერდზე, გვერდზე, გვერდზე. 1, 2, 3. ოჩა. აჰა, პატარა ნახტომი არის. 1, 2, 3. 1, 2, 3. Yeah. ნახეთ მეგობრებო ადგილზე. თებ, თეზო მივაყოლეთ. ნახეთ 2 ნაბიჯი წინ, 2 წინ, მეორე ფეხი, 4 უკან, 4, 3, 2, კიდე ერთხელ. ადგილზე, ხელი მაღლა, კიდე. ეხლა ასე, მოდი ჩემთან. მივახვდები? არა. 3 ნაბიჯი, გვერდზე 3. ეხლა ნახეთ ადგილზე, 1, 2, 3 ფეხი. აჰა, კიდე 3 გვერდზე. თეზო მუშაობს დიაგონალებზე. ოჩა. ნახეთ, ნაბიჯი წინ 3 ადგილზე. აჰა, ოჩა. 1, 2, 3. ოჩა. ცოტა მუხლები არის რბილი. ნახეთ თავიდან. ეხლა ესეთი მომენტი შენ. კიდე ერთხელ. მოდით. უკან გავაცურე კიდე ერთხელ ოჩა ისევ 2 ნაბიჯი მარცხენა მხარე მარჯვენა დავტოვეთ და წავიდა უკან თავიდან გვერდზე 3 2 სტოპ 3 2 სტოპ ოჩა ცოტა მოვაგონეთ ხელი არის ბუნებრივად 1 2 3 ოჩა ისე მეგობრებო მარცხენა ფეხი აი ხათია ტრიალებს აბა გადაუსვით თავზე ხელი მეგობრებო თავიდან ადგილზე ცოტა ამოვატრიალეთ წერფები კიდე მოდი უკან slide კიდე ერთხელ თეზო მივაყოლეთ წინ მარჯვენა და მარცხენა უკან დავიდა მეგობრებო ისევ გვერდზე 3 2 1 ოჩახ სტოპ ადგილზე 1 2 3 მუშაობს კიდე ოჩახ ადგილზე ხელი გადაუსვით ბოლ ეს იყო ბაჩატა შემობაჩო აი ესე მხიარულად რო ვარჯიშობ, არ უნდა დაიკლო ვარჯიში არასდროს. არა, რა თქმა უნდა. თან იცი რა არის, მაყურებელსაც მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ხომ თქვით, რომ 45 წუთი უნდა ივარჯიშო. ეს არის, ანუ ჩვენ ხო 45 წუთი ხوار ვარჯიშობთ, მაგრამ ქეთი და ზაზანები ასწავლიან იმ მოძრაობებს, რომელიც შემდეგ უკვე ადამიანმა უნდა გააგრძელოს და 45 წუთზე. ჩვენ იმდენი მასალა გვაქვს უკვე ჩვენს გვერდზე დაგროვებული, რომ თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად ივარჯიშოთ. თავარი არის პირველი ნაბიჯის გადადგმა, მეგობრებო, ყოველთვის მოტივაციას ვაძლევ ჩემს მოვარჯიშეებს, რომ თუნდაც გვეზარება, თუნდაც ცუდი ამინდია, ჩვენ უნდა მაინც ავდგეთ და გავაკეთოთ პირველი ნაბიჯი. როგორც ვარჯიში, ასევე ცხოვრებაში. წავიდა, მეგობრებო. ეხლა ეს არის რეგეტონის რითმი, ცოტა განსხვავებული, ცოტა ჰიპ-ჰოპურია. 2 ნაბიჯი გვერდზე. გამოვკაჩეთ. კოჩა, გვერდზე, მაღლა, დავატრიალეთ. უკვე უნდა ვიცოდეთ ეს მოძრაობა. თავარი არის, რომ მუცელი გამოვწით წინ წრეზე. კოჩა, შეხედეთ მეგობრებო. მაღლა, ორჯერ. წინ
ამ შემთხვევაში პრესი იჭიმება მაქსიმალურად, როცა ჩვენ ქაჩავთ მუხლს მაღლა. აჰა, შესაძლოა მაქსიმალურად მაღლა ავწიოთ მუხლი, თითო, ორი. ოჩა. იჰი! ნახეთ მეგობრებო, მარჯვენა ფეხი ვაწვევით თეძოს. სტოპ! გადაუსვა. მარცხენა ფეხი. სტოპ! გადაუსვით. ეხლა ხელი გადის გვერდზე. ოჩახ მუხლებში გავასწორ. მეგობრებო, წინ ნაბიჯი, ეხლა გვერდზე. ოჩახ, თქვენი სტილი. გადაუსვით. კიდე. გვერდზე. One more. სად ვარ? თავიდან 2. კარგად, მაქსიმალურად 2. თავიდან მეგობრებო, მუხლი, ორჯერ. მუხლი, ორჯერ. რაც უფრო მაღლა ადის მუხლი, მით უფრო იჭიმება მუხლის პრესი. სადეთ, აბა, ხელი დავამატეთ ორჯერ. სუნკავ, ამოსუნთქვით. ჩავისუნთეთ, ამოვისუნთეთ. ოჩა, წავიდა მარცხენა მხარეს. ამოუსვა. ოპ, კიდე. მაქსიმალურად ჩავედით და დავატრიალეთ. სულაც იყო დღევანდელ. კი. დარწმუნებული ვარ ის მაყურებელი, რომელიც აყვათ და აქტივობაში წამოყვათ. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარჯიშობ ჩვენთან ერთად და მწერს, რომ სულ ყოველთვის კვირას ვარჯიშობენ ჩვენთან ერთად. შენ არ იცი ახლა საეთეროში რა ხდებოდა, რომ ყველამ გადაწყვეტა რომ უნდა იარო. მე ვიკითხავდი აქამდე რასაკეთებდნენ არცალია, თავცალია. რასაკეთებენ და რომ მოგბრძანდებით ჩვენ აქ და გაფწყიარებული სტუდია რო გხდებენ, იმას აკეთებენ, ბაჭო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. გოგო, ერთი სათხოვარი მაქვს, უნდა გაგატანოთ. ჩემი ხათეთ ხო გითხრა უნდა. ერთი გაკვეთილი რომ ჩაგვიტაროთ, პატარა ქუსლებზე რომ როგორ რა შემდეგზე მოგიტანოთ. ქუსლიანებისთვის ვარჯიშები, კი ბატონო. ბაჭო, მოამზადე კვირა. ბაჭო, მოამზადე შენი საცეკვაო ფეხსაცმელი. პატარა ქუსლით უნდა მოხვიდე, წკაპუნების. კარგად. გელოდებით, გოგოებო, დიდი მადლობა. ასე ჩაიქროლეს გოგოებო, რა კარგია, რა განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი, აი მაგას ვამბობდი ზუსტად, რომ ვინც აყვა ჩვენ ტელემაყურებელი, დარწმუნებული ვარ, რომ მისმა ორგანიზმაც უკვე გაიღვიძა, მხნედარიან, სიჯანსაღის შეგრძნებაც აქვს და ეხლა შეუძლიათ, რომ კიდევ გახალისდნენ, ცოტა ხანით დაისვენონ, ნახონ, ასე ვთქვათ, ჩვენი სახალისო ვიდეოები. რომელიც ესე ტრადიციულად უკვე კვირა დღეს გვაქვს ხოლმე და შეგვიძლია რომ ისინიც ჩვენი მაყურებელიც გავახალისოთ და ჩვენც გავხალისდეთ ცოტა. და ჩვენი შინაური თუ გარეული ცხოველებიც გავიხსენოთ სხვადასხვა ამპლუაში.
Goodbye, happy guy. Oh, just a happy guy. ჩვენიერი გავხალისდით ჯანსაღადაც ვართ, ორგანიზმიც გავამხნევეთ და გამოვაფხიზლეთ და ახლა შეგვიძლია უკვე რეკლამაზეც გავიდეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გავაკეთეთ და რეკლამის მერე დავბრუნდებით ძალიან საინტერესო ამბებით. ანა ზაქაშვილის რჩევებს მოვისმენთ და მანამდე კიდევ შოთა ჯანჯღავას რჩევებსაც და მნიშვნელოვანესი თვეა მარტი და ძალიან საინტერესო. კი ბატონო, მოკლედ რეკლამა. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, დილამშვიდობისას გეტყვით და რომელსაც ჩვენ გადაცემა სამედიცინო ნაწილით ვაგრძელებთ. ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გვერდება, სტუმართან ერთად რა თქმა უნდა, ისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ესე იგი ლურჯი მარტი. თუ რა არის ლურჯი მარტი, ამას თვითონ უშუალოდ შოთა. რა თქმა უნდა, შოთა ყველაზე კარგად აგვიხსნის, რას ნიშნავს ლურჯი მარტი სტუმართან ერთად, მაგრამ სანამ შოთასთან გადავალთ მის კაბინეტში, ხო იცი რომ დაგვტოვა და კაბინეტი გაიკეთა საკუთარი და იქ აღარ არის ჩვენთან დაბრუნდა. სამედიცინო რუბრიკის წარმოდგენი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა, რომელიც ექსკლუზიურად საფთიო ქსელში ავერსი შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს არის ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული დეკორატიული კოსმეტიკა. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერში. დილამშვიდობის მოგესალმებით ბაჩო ხატია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და რა თქმა უნდა ჩვენს რუბრიკაში ყოველთვის ვეხმიანებით ხოლმე იმ მთავარ სამედიცინო მოვლენებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და მსოფლიოში. და ზუსტად ლურჯი მარტი ეხება იმ პათოლოგიას, რომელიც ძალიან არ გვიყვარს ხოლმე ჩვენს ექიმებს და მათ შორის მოსახლეობას, ეს არის სიმსივნური პროცესი, რომელიც ეხება მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს, ეგრეთ წოდებული კოლორექტალური კიბო, რომლის გავრცელებაც როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მიმდინარეობს და მისი ადგილი მესამე ადგილზეა დაახლოებით სიმსივნეებს შორის, ხოლო სიკვდილობის მიხედვით კი მეორე ადგილზეა. მაგრამ ძალიან კარგი ის არის ამ სიმსივნის დროს, რომ ჩვენს კლინინგის ფონზე შეგვიძლია ამ დაავადებების ადრეული გამოვლენა და თავიდან აცილება ამ პათოლოგიის გართულებების, რომელიც შეიძლება შემდგომ ახდეს ამ პათოლოგიას. ზუსტად აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს სტუდიაში გვყავს არაჩვეულებრივი კლინიკური ონკოლოგი სიმოხე ჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური ონკოლოგი ქალბატონ ქეთევან ძინძიბაძე. დილამშვიდობის ქალბატონ ქეთევან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა რომ ასეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, ძალიან აქტუალურს. დიდი მადლობა პირიქით მობრძანებისათვის, იმიტომ რომ ექიმები იმდენად დაკავებულები ხართ, რომ
ნუ მათ შორის მეც, მაგრამ რომ გამონახე დრო მოსვლისათვის. ქალთეკეთიან, აი რას წარმოადგენს ეს ნაწლავის კიბო და როგორი არის საქართველოში არსებული სტატისტიკა დღეისათვის? დავიწყოთ იქიდან, რომ მაყურებლისთვის მარტივად აღსაქმელი რო იყოს, ესე ვთქვათ, კოლორექტალურ კიბოებს, როგორც თქვენ ახსენეთ, კოლორექტალურ კიბოებში ჩვენ ვაერთიანებთ მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის სიმსივნეებს. მარტივად რო ავუხსნათ მაყურებელს, რა არის ზოგადად ნაწლავის სიმსივნე? ეს არის ნაწლავის ნორმალური უჯრედის გადაგვარება, ესე ვთქვათ, არანორმალურ უჯრედად და შემდეგ ეს არანორმალური უჯრედები წარმოქმნის მასას, რომელსაც ჩვენ ვეძახით სიმსივნურ მასას. და ეს სიმსივნური მასა უკვე არის და ვეძახით კიბოს. სოფლიო ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, კოლორექტალური კიბოები მესამე ადგილზეა ავადობის ჭრილში. და დაახლოებით იგივე ჯანმოს მონაცემების მიხედვით, წელიწადში დაახლოებით მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. და წლიურ ჭრილშიც ისევ ჯანმოს მონაცემებს დავიხმარებ, დაახლოებით 950,000 არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი. საქართველოში ასევე ძალიან აქტუალურია, სტატისტიკურად ძალიან აქტუალურია, მესამე ადგილზე დგას კოლორექტალური კიბო და დამოკიდებულია მისი ხუთწლიანი გადარჩენადობის პროცენტული მაჩვენებელი სტადირებაზე არის, ესე ვთქვათ, მიბმული. ანუ საწყის სტადიაზე მაღალია გადარჩენადობის მაჩვენებელი, სადღაც დაახლოებით 93-95%-ია, მეორე სტადიაზე 74-75%, მესამე სტადიაზე 44-45, მეოთხე სტადიაზე 5%. რაც ბუნებრივია, მაჩვენებელია იმისა, რომ ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებული კოლორექტალური კიბო გადარჩენადობის მაღალი მაჩვენებლით არის, ესე ვთქვათ, სტატისტიკურად მაღალი მაჩვენებელი აქვს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებულ კოლორექტალურ კიბოს. ქალთეკეთი, აი რომ უთხრა ჩვენს მოსახლეობას და უფრო ისე მარტივად რომ აღსაქმელი იყოს, რა რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, აღნიშნულ პათოლოგიურ ონკოლოგიის დროს მესმის, რომ ცოტა რისკ ფაქტორების საუბარი ძნელია, მაგრამ აი რა შეიძლება მიზეზები, ასე ვთქვათ, იყოს ამისი. ჯერ თვითონ რისკ ფაქტორებზე ორი სიტყვით ვისაუბრებ. რისკ ფაქტორი ეს არის ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ტრიგერის ფუნქცია, ანუ გამომწვევის ფუნქცია შეასრულოს სიმსივნური დაავადების განვითარებაში, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ამ ფაქტორის არსებობამ გამოიწვიოს სიმსივნე. კოლორექტალური კიბოებისთვის რისკ ფაქტორს წარმოადგენს პირველ რიგში ასაკი, ვინაიდან ყველაზე ხშირად კოლორექტალური სიმსივნე ემართებათ 50 წლის ზემოთ მქონე ადამიანებს, უფრო მეტი პროცენტული მარჩვენებელი მამაკაცები არიან ვიდრე ქალები და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორს წარმოადგენს გენეტიკური წინასწარ-განწყობა. თუ ოჯახის წევრს, დედას, მამას, ბებიას, ბაბუას აღენიშნებოდა დედმამიშვილს კოლორექტალური კიბოს ანამნეზი, შესაბამისად ადამიანის რისკი მატულობს ამ შემთხვევაში დაავადების განვითარების და აუცილებლად ასეთმა ადამიანმა ხშირად უნდა ჩაიტაროს სკრინინგული კვლევები. ასევე მაღალ რისკ ფაქტორს განეკუთვნება არაჯანსაღი კვება, ესე ვთქვათ, ტრანსცხიმები, მთელი რიგი ნიტრატებით გაჟღენთილი საკვების მიღება, ჭარბი წონა რისკ ფაქტორია, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება და სტრესული ფაქტორები. ეს არის ერთადად ისე რისკ ფაქტორები, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს კოლორექტალური კიბოს განვითარებას. ქალთეკეთი, აი როგორ მივიტანოთ ეჭვი, რა სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს აღნიშნულ პათოლოგიას და როგორ მიმდინარეობს დაავადება? სიმპტომები განსხვავდება სტადირებასთან მიმართებაში, თუმცა საწყის სტადიაზე ბუნებრივია პაციენტი არის ასიმპტომური. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ გამეორდები და ხშირად მინდა რომ როგორც ლაითმოტივი უძღოდეს ჩვენ საუბარს ეს, რომ სკრინინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საწყის სტადიაზე დიაგნოსტირებულ კოლორექტალურ კიბოს. საწყის სტადიაზე პრაქტიკულად სიმპტომები პაციენტს არ აქვს, თუმცა ხშირად კოლორექტალური კიბოს სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს ხანგრძლივი ფაღარათი, დიარეა. ან ყაბზობის ეპიზოდი, ან მონაცვლეობა ფაღარათის და ყაბზობის მონაცვლეობა. შეგრძნება, რომ ნაწლავის სრულად არ იცლება.
ასევე სიმპტომად შეიძლება იყოს მუცლის უჩვეულო ტკივილი, შებერილობა, მკვეთრი შებერილობა, რომელიც არ ამდება შესაბამისი მედიკამენტების მიღების შემდგომ. ასევე სისხლის მინარევი ფეკალურ მასებში, ალისფერი ან მუქი შინდისფერი მინარევი და ანემია. შეიძლება იყოს ერთ-ერთი სიმპტომი კოლორექტალური სიმსივნის, ანუ რკინა დეფიციტური, B12 დეფიციტური ანემია და პოსტჰემორაგიული ანემია. შესაბამისად, თუ ამ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ადამიანს რომელიმე აღენიშნება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რომ გამოირიცხოს კოლორექტალური კიბოს არსებობა. დიახ. აი, გავდაგეთ, როდესაც მოდიან ესეთი პაციენტები, სადიაგნოსტიკო ტესტებად რა იხმარება ხოლმე ძირითად შემთხვევაში? იცით რა შეასაქმეთ, ანუ დიაგნოსტიკური ტესტი დამოკიდებულია პირველ რიგში ვიწყებთ დიაგნოსტირებას სიმპტომიდან გამომდინარე, რა სიმპტომით პაციენტს აწუხებს, პირველ რიგში ვაკეთებთ იმ კვლევას, მაგრამ ოქროს სტანდარტად კოლორექტალური კიბოს დიაგნოსტირებაში ითვლება მაინც კოლონოსკოპია. კოლონოსკოპიური კვლევით ხდება ნაწლავის შიგნიდან დათვალიერება და იდენტიფიცირება არის თუ არა იქ მიზეზი პაციენტის ჩივილისა. თუ არსებობს სიმსივნური დაავადება, ბუნებრივია ხდება კოლონოსკოპიის დროს ბიოპსიური მასალის აღება, ანუ პატარა სიმსივნური ქსოვილის აღება და მისი მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური შესწავლა. თუ აღმოჩნდა, რომ არის იქ პოლიპური დაავადება, რომელიც პოლიპები არის კიბოს წინარე მდგომარეობა, ხდება იმ პოლიპის მოცილება და ბუნებრივია მისი მორფოლოგიური შესწავლა. ასევე ესე ვთქვათ, სკრინინგულ კვლევებში შედის ფეკალური მასების ესე ვთქვათ, ფარულ სისხლდენაზე ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი რკინა და B12-ზე და შესაბამისად ესენი ითვლება უფრო ესეთ კვლევად. და თუ დადასტურდა, რომ უკვე იქ არის სიმსივნური დაავადება, უკვე ვაღრმავებთ კვლევებს და შესაბამისად მიმართავთ უკვე რადიოლოგიურ კვლევებს, რომ უკვე დაავადების გავრცელების არეალი შევისწავლოთ. რამდენად ლოკალურად არის გავრცელებული დაავადება, თუ უკვე შორსწასული შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აი, ქალთანქეთი უფრო ჩვენ მოსახლეობას ცოტა ინფორმირებული რომ იყოს, არ მარტო მოსახლე, ხშირად ექიმებიც აუცილებელია ხოლმე სკრინინგული კვლევების ჩატარება. და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ აი სკრინინგზე უფრო მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ და აი როგორ მოვახდინოთ, სანამ სიმპტომი გამოვლინდება და ჩვენ დავინახავთ აი ამ სისხლდენის პროცესს, თქვა უკანტაი და როგორ შეიძლება წინასწარ, იმიტომ რომ საკმაოდ ცუდი დაავადება, მარტივად რო ვთქვა და შესაბამისად წინასწარ როგორ მოვახდინოთ ეს სკრინინგული ტესტების ჩატარება და თუა საქართველოში ამის საშუალება. კი, ძალიან კარგი აქცენტი გააკეთეთ ამაზე. საქართველოში ბუნებრივია ამის საშუალება არსებობს და სკრინინგ ცენტრებში ხორციელდება სამი ძირითადი ონკოლოგიური დაავადების სკრინინგი, ეს არის ძუძუს კიბოს, საშვილოსნო სყელის და კოლორექტალური კიბოს სკრინინგი. და თუმცა მიუხედავად ამისა, მოცვა სამწუხაროდ ძალიან დაბალია. დაახლოებით 4-6%-ია მოცვა ამ კოლორექტალური კიბოს სკრინინგის კვლევის და სკრინინგში შედის კოლონოსკოპიის გაკეთება და ტესტი ფარულ სისხლდენაზე. მე ყველა მოსახლეობას 50 წლის ზემოთ ადამიანებს მოვუწოდებ, რომ აუცილებლად ისარგებლონ საქართველოში არსებული სკრინინგული კვლევით, რაც მათ თავიდან არიდებს კოლორექტალური კიბოს შორსწასულ შემთხვევის განვითარებას, ვინაიდან ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებული კოლორექტალური კიბო გამოჯამრთელების ძალიან დიდი პროცენტებს გვაძლევს. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ დამოკიდებულია სტადიაზე რეალურად, თუმცა საწყის სტადიაზე გამოვლენილი კოლორექტალური კიბოს დროს პაციენტს აქვს ძალიან დიდი შანსი გამოჯამრთელების, რაც სამწუხაროდ შორსწასულ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებულ მეტასტაზური დაავადების დროს სამწუხაროდ ამისი შესაძლებლობები უკვე აღარ გვაქვს ხოლმე. თუმცა იქაც ახამძლივებთ სიცოცხლეს ძალიან წლები და წლები. მესმის. აი ხატიას კითხვა დია ხატია გისმენთ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, შოთა, მივესალმებით ქალბატონ ქეთემას და ერთი კითხვა მექნება თქვენთან. აი კოლონოსკოპია რომ ვახსენეთ, რაღაცნაირად აი ცოტა ძველი პერიოდიდან გადმოყოლილი გვაქვს კოლონოსკოპიის გვეშინია უსიამოვნო პროცედურად გვახსოვს და მე რამდენადაც ვიცი, ხა ძალიან გამარტივებულია და სედაციითაც კეთდება, როგორც ვიცი და ესეც რომ მაყურებელს უთხრათ, რომ მარტივია ყველაფერი და არაფერია საშიში.
კი, ბუნებრივია, დავეთანხმები ხატიას. ძალიან გამარტივებულია ახლა კოლონოსკოპიის გაკეთება, მარტივი, ძალიან მოკლევადიანი სედაციით, უვნებელი სედაციით, ესე ვთქვათ, რო არ ინერვიულონ პაციენტებმა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეშინიათ ამ დაძინებისიც, ნარკოზის და ასე შემდეგ. ძალიან მარტივი სედაციით ხდება კოლონოსკოპიური კვლევის ჩატარება უმტკივნეულოდ, ნატრამბულად და ძალიან ადვილად ხდება ნაწლავის მდგომარეობის შეფასება. და კოლონოსკოპიის პერიოდში თუ ინტერვენციონისტი აღმოაჩენს პოლიპურ მდგომარეობას, იქვე ხდება იმ პოლიპების მოცილება და შემდგომ იმ პოლიპების შესწავლა. ბუნებრივია, რაც შეეხება სკრინინგულად კოლონოსკოპიის გაკეთებას, რეკომენდირებული არის თუ ნაწლავის მდგომარეობა არის ნორმას შეესაბამება და იქ არანაირი პათოლოგია, არც პოლიპები და არც არანაირი პათოლოგია არ ინახა, სკრინინგულად და პროფილაქტიკურად განმეორებითი კოლონოსკოპიის გაკეთება რეკომენდირებულია 10 წელიწადში ერთხელ. თუ პოლიპოიდური დაავადება ინახა და იქ მოცილებული იქნა პოლიპი, ამ შემთხვევაში განმეორებითი კოლონოსკოპია სკრინინგულად ტარდება 3-5 წელიწადში ერთხელ. მაგრამ თუ პაციენტს აქვს, ესე ვთქვათ, ანამნეზში ეს პოლიპოიდური დაავადება, გენეტიკური წინასწარ-განწყობა, მაშინ უფრო ხშირად 2 წელიწადში ერთხელ კეთდება კოლონოსკოპიური კვლევა. დიახ, ქალბატონი, აი ამ კვლევის ჩატარებაზე მაინც ესეთი ცოტა სტიგმატური მიდგომა საქართველოში და ხშირად პაციენტებშიც ხდება ხოლმე, რომ ეშინიათ ამ პროცედურის ჩატარების და კარგია, რომ ეს შედარებით გამარტივდა ეს პროცედურა, რადგან უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ პაციენტებს მეტი სიცოცხლე იქნება შენარჩუნებული, რადგან აღნიშნულ პათოლოგიას, როგორც ქალბატონი მაგლიშა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია სიკვდილობის თუ არ მივხედავთ. აი მკურნალობის მეთოდები, ქალბატონი, თქვენ ახსენეთ, აი პოლიპის მოცილება მოხდება, მაგრამ თუ უკვე ონკოლოგია ჩამოყალიბებული პროცესი გვაქვს, რა და რა მიდგომები არსებობს მკურნალობის კუთხით? რაც შეეხება კოლორექტალური კიბოს მკურნალობის მიდგომას. აქაც გამოვალ იქიდან, რომ დამოკიდებული ვართ თვითონ დაავადების სტადიაზე. რა სტადიაზე მოხდა დიაგნოზის იდენტიფიცირება და რა კონდენციაშია კონკრეტულად დაავადება. კერძოდ, პრინციპში ესე ვთქვათ, ცოტა უხეშად ორად დავყოფ, ანუ ადგილობრივად გავრცელებული დაავადება და შორსწასული დაავადება, ანუ მეტასტაზური დაავადება. ადგილობრივად გავრცელებული დაავადების დროს გამოიყენება ქირურგიული მკურნალობა, არის ოქროს სტანდარტი, კოლორექტალური კიბოს დროს ხდება დაზიანებული ნაწლავის მოცილება მიმდებარე რეგიონალური ლიმფურ კვანძებთან ერთად და შემდგომ უკვე ოპერაციის შემდგომ იგეგმება ქიმიოთერაპიული მკურნალობა, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ ამ ქიმიოთერაპიული მკურნალობით ჩვენ პრევენციას ვახდენთ დაავადების უკან დაბრუნების, ანუ პაციენტს უმცირებთ რისკებს დაავადების უკან დაბრუნების. და რაც შეეხება შორსწასულ ანუ მეოთხე სტადიის კოლორექტალური კიბოს დროს, მკურნალობა არის მხოლოდ ქიმიოთერაპიული, ოპერაციულ ჩარევას მიმართავთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც ხდება ნაწლავთა გაუვალობის, მწვავე გაუვალობის დიაგნოსტირება, მხოლოდ ამ შემთხვევაში კეთდება ხოლმე ოპერაციული მკურნალობა. დღევანდელ დღეს ასევე მკურნალობის კურსში ჩართული არის ისეთი პრეპარატები, როგორც არის იმუნოთერაპიის და ტარგეტული თერაპიის მედიკამენტები. პაციენტები ამას მეორენაირად ჭკვიან მედიკამენტებსაც ეძახიან და ეს პრეპარატები გამოიყენება კომბინაციაში ქიმიოთერაპიასთან ან მონოთერაპიის სახით. ეს თუმცა დამოკიდებულია იმაზე, რომელი იმუნო ან ტარგეტულ თერაპიას გამოვიყენებთ, დამოკიდებულია უშუალოდ სიმსივნური ქსოვილის მოლეკულურ გენეტიკურ ანალიზირებაზე, რომელსაც ვაკეთებთ და იმის მიხედვით უკვე მიზანმიმართულად ვარჩევთ ტარგეტულ მედიკამენტს ან იმუნოთერაპიის მედიკამენტს, რომელიც აუმჯობესებს ქიმიოთერაპიის ეფექტს და შემდგომში უკვე შორსწასული შემთხვევების დროს, მეტასტაზური დაავადების დროს შემანარჩუნებლად ვაგრძელებთ ხანგრძლივად დაავადების უკან დაბრუნებამდე ან ეფექტების გამოვლენა. აი ქალბატონი, რო უთხრა ჩვენს მოსახლეობას, ხა შეიძლება ესე ვერ აღიქვამენ ხოლმე ამ პათოლოგიას, აი ქირურგიულად ხოლმე როდის ხდება თქვა სტომის გარეთ გამოტანა, აი როდესაც ხელოვნური
უკანალის შექმნა ხდება, ასე ვთქვათ. ძირითადად სტომის გამოტანა ხდება ხოლმე სწორი ნაწლავის სიმსივნის დროს, როდესაც ვერ ხდება მოკლე ვერ ხდება ნაწლავის კედლების პირისპირთან მიტანას, ეს უფრო ქირურგიული ტექნიკური საკითხებია, მაგრამ ხანდახან არის ისეთი შემთხვევა, რომ ქირურგიული პროცედურის დროს ხდება სტომის დროებითი გამოტანა, შემდგომ ოპერაციის შემდგომ ტარდება ქიმიოთერაპიული მკურნალობის გარკვეული კურსები და უკვე ქიმიოთერაპიული კურსების დასრულების მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ხდება ისევ სტომის უკან ჩაბრუნება. დიახ. აი კიდევ ხატია საკითხვა, დიახ, ხატია გისვენ? კიდევ ერთი კითხვა და გაგეშვებით. არ ვიცი რატო გადავეკიდე ამ წინა პერიოდს, მაგრამ თითქოს ადრე ასე ითვლებოდა, რომ უმეტესად მამაკაცების დაავადება იყო და უფრო ხშირად მამაკაცებს აღენიშნებოდათ და ეხლა ამ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ქალბატონებშიც და რას უკავშირებთ? დიახ. გეთახვებით, ანუ ძირითადად სტატისტიკურად უფრო მეტი შემთხვევები ფიქსირდება მამაკაცებში, თუმცა არანაკლებ ქალბატონებშიც. ბუნებრივია დავძენ, რომ აქაც რისკ ფაქტორებთან დაკავშირებულია ამ დაავადების განვითარება, არაჯანსაღი კვება, ბუნებრივია გენეტიკური წინასწარ-განწყობა, სტრესული მდგომარეობა, რაც განაპირობებს ამ კოლორექტალური სიმსივნეების განვითარების მაღალ რისკს. ამიტომ არის რომ ყოველთვის მოუწოდებთ ჩვენ პაციენტებსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხშირი სკრინინგი დაავადების, რომ თავიდან ავიცილოთ შორტწასული შემთხვევების განვითარება. დიახ. დიდი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთევ ესეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის და როდესაც ქალბატონ ქეთევ ლაპარაკობს რომ შვიდათ ვართ, გვამშვიდებს ასე ვთქვათ, მაგრამ აუცილებელი არის ხოლმე დროულად გავაკეთოთ სკრინინგი, მით უმეტეს როცა არის საშუალება ამით ჩატარდეს. მესმის როცა სიმპტომი არ გაწუხებს, შეიძლება რომ აი არ მიმართო ექიმს, მაგრამ იმდენად მოიმატა ონკოლოგიური პათოლოგიის რაოდენობა და განსაკუთრებით სწორი ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების პროცენტულმა მაჩვენებელმა ჯობია მაინც პროფილაქტიკურად ერთხელ კი ბატონო ჩავიტაროთ ეს პროცედურა, რომელიც არ შეიძლება არაა სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. აქედან გამომდინარე მოუწოდებთ ყველას აუცილებლად რომ ერთხელ მაინც კლინიკური კვლევა ჩაიტაროს. მე დიდ მადლობას მოგიხდით მომწანებისათვის და ესეთი აქტუალური საკითხის წამოჭრის. ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ქეთევან ძინძიბაძე, კლინიკური ონკოლოგი. მე ერთი კვირით დაგემშვიდობებით და გისურვებთ ჯანმრთელობას. ძალიან დიდი მადლობა შოთა, ძალიან დიდი მადლობა ქეთის, მოკეთ ვიკეთებთ კოლონოსკოპიას და ვართ 2 წელი მაინც მშვიდად და ამ სიმშვიდისთვის ნამდვილად ღირს ჩემო ბაჩო. ესე იგი მარტი ვიცოდი რომ გიჟი იყო და ლურჯიც თუ იყო, არ ვიცოდი ჩემო ძვირფასებო, მადლობა ამ ინფორმაციისთვისაც. დიდი მადლობა. ბაჩო. დიახ. შოთას ერთი კვირით ვემშვიდობებით, მორიგი ძალიან საინტერესო არის და გადავდივართ ასევე ისეთ საინტერესო რჩევებზე, ვეც კი წარმოგიდგენია. მე როგორც ყოველთვის ზუსტად ვიცი ხოლმე, რომ ანას არჩევი როგორც კი დაიწყება, მე მივიღებ ისეთ რჩევებს და ისეთ რეკომენდაციებს, რომ ცხოვრებაში გამომადგება. არა, ყველაზე მეტად რაც მიყვარს, მაინც და მაინც სისტემა დღეს ამ მარტის შუარიცხვებში რატომ მოიტანა ხუარიც. არ ვიცი ამის გასინჯის შესაძლებლობა შემდეგ თუ გვექნება, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი. მე მგონი თუ კარგად მოვიქცევით შემთხვევაშია. ანა დილამშვიდობის. მოგესალმებით და მოგესალმებით. ლაპარაკობთ რაზე ვსაუბრობთ. კი ბატონო. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. ამის გასინჯვის საშუალება გვექნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს შოკოლადები ჩვენს მიერ მომზადებულ ტესტს ჩააბარებთ. რა თქმა უნდა. დღეს ვსაუბრობთ, როგორც მიხვდით, ღმერთების სასმელზე, სწორედ ასე უწოდებდნენ მაიას ტომის წარმომადგენლები ამ სასმელს. მაიას ტომიდან იღებს შოკოლადი სათავეს, ისინი ვქვავდნენ მოხალულ კაკაოს მარცვლებს და იღებდნენ მწარე გამომაფხიზლებელ სასმელს, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც ღმერთების სასმელს ეძახდნენ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს შოკოლადი მაიას ტომების მიერ არის შექმნილი, მათ ენაზე შოკოლადი სწორედ მწარე სასმელს ნიშნავს. მაიას ტომების გადაშენების შემდეგ აცტეკებმა გააგრძელეს შოკოლადის წარმოება, ამის შემდეგ კი მე-16 საუკუნეში უკვე ევროპაში შემოიტანა ქრისტეფორე კოლუმბმა შოკოლადი. აი ესეთი
ისტორია მოგიყევით შოკოლადის შესახებ და ნუ ბუნებრივია შემდეგ ტექნოლოგიები დაიხვეწა და მივიღეთ ინფორმით შოკოლადი როგორ ფორმითაც მივირთმევთ დღეს. დღევანდელ რუბრიკაში ჩვენს მაყურებლებს ვასწავლით თუ როგორ უნდა ამოიცნონ ნატურალური სუფთა შოკოლადი, იმიტომ რომ როდესაც საუბრობთ ზოგადად მსგავსი ტიპის პროდუქტებზე, ფალსიფიკაციის რისკებიც საკმაოდ მაღალი არის ხოლმე და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ შოკოლადის ფალსიფიკაციაც შეიძლება. პატარა ექსპერიმენტებსაც ჩავატარებთ იმისთვის რომ უფრო სანდო და საიმედო რეკომენდაციები მიცეთ ჩვენს მაყურებელს. მოგვიყენოთ ამანაც. კი ბატონო და ამაში რა თქმა უნდა ჩვენი სტუმარი სოფიო გორხელაშვილი სურსათის უვნებლობის სპეციალისტი დაგვეხმარება. დილამშვიდობის სოფიო, მოგესალმებით, მოგწევდით. დილამშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. გადაცემაში და ესეც საინტერესო თემაზე საუბრობთ. ესე იგი გოგო, მე შინია თავში არ ამივარდეს ღმერთების სასმელი მყარებია, ხვდები? კი ბატონო, ნამდვილად ასეა და სოფო ჩვენ საუბრობდით იმაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი ასე ვთქვათ შოკოლადის ფალსიფიკაცია. რა რისკებთან გვაქვს საქმე, როგორ შეიძლება რომ შოკოლადის ფალსიფიკაცია მოხდეს? კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. კითხოთ, შოკოლადი როგორ მიყვარს თუ არა? ძალიან მეც თქვენს რიგებს მივეკუთვნები და ძალიან მიყვარს და მთავარია მართლაც რომ ხარისხიანი შოკოლადი შევარჩიოთ და აქაც ცოტა სხვაობა გვაქვს ხოლმე ხარისხსა და უნებლობას შორის, ხო? თუ საუბრობთ ნამდვილ შოკოლადზე, ეს ნამდვილი შოკოლადი არის მწარე, თავისი ინგრედიენტებიდან გამომდინარე და პირველი რაც ალბათ ყველამ უნდა ვიცოდეთ, არის ის სამი მთავარი ინგრედიენტი, რომელსაც უნდა შეიცავდეს შოკოლადის ფილა. ანუ შოკოლადის სამი ინგრედიენტს უნდა შეიცავდეს, მეტ ინგრედიენტს არ უნდა შეიცავდეს. კაკაოს, კი ბატონო, თვითონ უშუალოდ კაკაოს, რომელიც არის დაპრესილ მდგომარეობაში, ასევე უნდა შეიცავდეს კაკაოს ცხიმს და შაქარს. აქაც თუ ამ სამ ინგრედიენტზე მეტ შეიცავს და უშუალოდ ამოვაბრუნეთ ანოტაცია და ვკითხულობთ, ეს რას ნიშნავს? კი, ეს არის მთავარი, რომ ჩვენ მაინც ესე ფილები არ გვაქვს ხოლმე, ხო, შეფუთულ მდგომარეობაშია. მარკეტშიც რა მდგომარეობაში ვყიდულობთ, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ალბათ ვისაუბრებთ ამაზეც და თუ არის ინგრედიენტების დიდი ჩამონათვალი, მას აქვს დამატებული რაღაცა არომატიზატორები, ვადის გასახანგრძლივებლები და სხვა და სხვა, რომელიც ცხადია ნამდვილ შოკოლადს უკვე აღარ აქვს ხოლმე და ის უფრო საკონდიტრო ნაწარმში გადის და მწარე შოკოლადზე რომ საუბრობთ ეხა პირველ რიგში მიუხედავად იმისა რომ მწარეა შაქარს მაინც შეიცავს. კი, შაქარს მაინც შეიცავს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის ინგრედიენტების ჩამონათვალიც არის ხოლმე კლებადობის მიხედვით. პირველი ინგრედიენტი რაც გვიწერია, ის გულისხმობს რომ ყველაზე დიდი რაოდენობით არის, ხო? უკვე იკლებს. რას უნდა შეიცავდეს შოკოლადი ყველაზე დიდი რაოდენობით? კაკაოს ცხადია, თუ შაქარი არის უფრო მეტი რაოდენობით, ეს უკვე აღარ გვაქვს შოკოლადზე საუბარი. და რა რაოდენობით უნდა იყოს, რომ მივხვდეთ, რომ ეს ნამდვილი შოკოლადია და კარგი პროდუქტია? 40%-ზე მეტი უნდა იყოს თვითონ კაკაოს შემცველობა, თუმცა ის დამახასიათებელი სასარგებლო თვისებები, რაც კაკაოს შოკოლადს ახასიათებს, კაკაოს შემადგენლობიდან გამომდინარეა და 70% და მეტი უნდა იყოს. აი ეს მწარე შოკოლადი, კი ბატონო, პირობითად დიეტურს თუ დადასტურებული არ არის ცხადია. სოფო, კაკაოს ცხიმს გავიგეთ რომ უნდა შეიცავდეს აუცილებლად შოკოლადი, თუმცა არის მეორე საფრთხე, ხო? აქ ეს არის პალმის ცხიმი, რომელსაც კაკაოს ცხიმით ანაცვლებენ ხოლმე და პალმის ცხიმზე ბევრი გვისაუბრია, როგორი შოკოლადის კარაქშიც არის პალმის ცხიმი სამწუხაროდ. კი ბატონო, რამდენად სახიფათო არის ეს ნივთიერება, არის თუ არა დაშვებული ზღვარი, რაც უნდა იყოს მაგალითად შოკოლადში? ნახეთ, ჩვენი კანონმდებლობაც და ევროპული კანონმდებლობაც განსაზღვრავს ამას და მცენარეული ცხიმების არსებობა არ უნდა გაჭარბებდეს 5% საერთო შემადგენლობის ჯანმრთელობისთვის მავნებელი არ იყოს. კი, ამაზე კონტროლი არის და ფალსიფიკაციაც აქედან გამომდინარე არის ხოლმე, ხო, რაღაცა ხა ფერის საღებავებს თუ დავამატებთ, რომელიც საკვებთან დასაშვებია. ეს არის უნებლობას და ხარისხობრივ შორის სხვაობა, უნებელი შესაძლოა არ იყოს, თუმცა ის სასარგებლო თვისებები ამას აკლდება. და განსხვავება ვიზუალურადაც არის ხოლმე. მოდი მაშინ გადავიდეთ ვიზუალურად. აი როგორ მივხვდეთ, ხო, ეხლა ჩვენ ვერ ჩავატარებთ რაღაცა ლაბორატორიულ კვლევებს, ხო? როგორ შეგვიძლია ჩვენ როგორც რიგით მომხმარებლებს ეს არის უკვე მივედით სახში გავხსენით და მივედით სახში და გავხსენით, კი ბატონო. აი რამდენიმე სახეობის შოკოლადი გვაქვს, რომელიც აი შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ მარკეტში, ხო? აი როგორ უნდა მივხვდეთ, რამდენად
კარგი შოკოლადი შევიძინოთ. თეთრი შოკოლადიც გვაქვს და თეთრ შოკოლადზეც არის ხოლმე ხშირად შეკითხვები, რომ თუ შოკოლადია თეთრი რატოა, ხო? აი გამიჩნდა მეც. ხო, არის თეთრი შოკოლადი. ყველანაირი შოკოლადი მეყავს. ხო, ნახეთ რაში არის საქმე. თეთრი შოკოლადი შეიცავს მხოლოდ ცხიმს და არა თვითონ კაკაოს. და კაკაოს ცხიმია თეთრი, და კაკაოს ცხიმი არის თეთრი. კი, რძე აქვს დამატებული, შაქარი აქვს დამატებული და უშუალოდ კაკაოს არ შეიცავს. ხო, კაკაოს ცხიმი არის მხოლოდ მასში. პირველი მაიდენტიფიცირებელი არის ხოლმე სიპრიალე, რომელსაც აი, ამღოთ ორი შავი შოკოლადი და მე მგონი ჩანს ხო ეს უფრო პრიალებს და ეს ოდნავ დაბურულია. და შესაძლოა ასევე რძიანი შოკოლადიც, ხო? შესაძლოა ეს უფრო რძიანი იყოს, იმიტომ რომ იმისგან განსხვავებით უფრო ღია, ხო, ის უფრო მუქი არის. ამ შემთხვევაშიც რძესთან მიმართებაშიც ნახეთ სხვა ინგრედიენტები, როდესაც შემოდის, რძიანი შოკოლადის მიიჩნევა, რომ კარგ ხარისხად მიიჩნევა, რომელიც 5 ინგრედიენტისგან შედგება, ის სამეული რაც ჩამოვთვალეთ, ასევე რძის ფხვნილი და ემატება ვანილიც, ხო? ვანილი. კი, და ამ 5-ით არის. სიპრიალი არის ერთ-ერთი მთავარი მაიდენტიფიცირებელი, გატეხვა შეგვიძლია ან თუ პრიალებს მაგ შემთხვევაში კარგი არის. კი, გავტეხოთ. გატეხვა რა შუაში არის გვითხარი. გატეხვა რატო არის ხომ? შიგნით შევხედოთ ხო გვერდით? შიგნით არა, ხმას აქვს მნიშვნელობა. კარგი ხარისხიანი შოკოლადს კარგი გატეხვის ხმა უნდა ჰქონდეს. კარგი ხმა. და შედარებით ნაკლებ ხარისხიანს აქვს ყრუ ხმა. აი, საერთოდ არ ქონდა. ხო, მაგრამ ნახეთ როგორ შიგთავსი აქვს ამას და შეიძლება იმიტომაც სოფო ნახე. არა, შიგთავსაც თავისი მნიშვნელობა აქვს, ოღონდ ამ შემთხვევაში ვადებზე გავდივართ. შიგთავსიანს უფრო ნაკლები ვადა აქვს, ვიდრე მხოლოდ კაკაოს შემცველს და მხოლოდ შოკოლადს, ასე ვთქვათ, დამატებითი ინგრედიენტების გარეშე. ხმა არის მაიდენტიფიცირებელი, თუ ერთ-ერთი რძიანი არის, ამ შემთხვევაში რძის გემო წამოდის ხოლმე პირველი, რასაც ვიღებთ და დნობას აქვს ასევე კარგი მაიდენტიფიცირებელი მნიშვნელობა. ესეთი ექსპერიმენტით შეგვიძლია ანა თუ ხელის დასვრა შეგვიძლია. ხელის გულში მარტივად, კი, 31 გრადუსზე უკვე კაკაოს ცხიმი იწყებს დნობას განსხვავებით პალმისა, რომელიც 40 გრადუსზე და ზევით დნება. ერთი 31 გრადუსი ხელის გულებს. ეს ალბათ უფრო დროში ამბავი არის და შეიძლება ერთი წუთი საკმარისი არის, რომ ნახოთ, რომ რაღაცა უკვე ხელზე უნდა გადმოვიდეს, როგორც დაკავშირებით ერთი კითხვა მექნება თქვენთან. აი, ხანდახან არის ხოლმე შოკოლადი, განსაკუთრებით შეფუთვები რო არის, ბონბონერს რო ვეძახით. ხანდახან არის, რომ რაღაცა ზედაპირი ისეთი აღარ არის და სულ ამბობთ, რომ მაცივარში იდო და იმიტომაც. ეს თავს ვიმშვიდებს თუ მართლა მაცივარში ნადებობა მაციცის? ძალიან კარგი შეკითხვაა, ხატია და მადლობა. თეთრს რომ ისეთი პრიალა, მაგრამ ვამბობთ, რომ იმაცივარში მედო და იმიტომ არ არის, თორე გაფუჭებულია. შოკოლადის შენახვის ტემპერატურა არის ოთახის ტემპერატურა და ოთახის ტემპერატურა არ მოიაზრებს 30 და 40 გრადუსს. მაცივარში არ უნდა იდოს, თუ მწარმოებელი კონკრეტული დამატებული ინგრედიენტებიდან გამომდინარე არ მიგვითითებს, ხო? თორე შოკოლადი რომ იდოს 10 გრადუსზე, 15 გრადუსზე, 20 გრადუსზე, ეს აბსოლუტურად მისაღებია. და ნახეთ, ზაფხულის პერიოდში არის ხოლმე ეგ უფრო და ეხლა წამოვა, როდესაც ხელა ტრანსპორტირებას როგორ გადის, ხო, ეს შოკოლადი ამას გააჩნია, როგორ ინახება, თუ დაუშვათ ღია ვიტრინაშია, რომელიც მზის გულზეა, ესეთ შოკოლადი ნამდვილად არ უნდა შევიძინოთ და როდესაც დნება და დნობას იწყებს, ფილა იქნება თუ ნებისმიერი შეფუთვა, მას უკვე ათავსებენ მაცივარში. ეს სითეთრე თქვენ რაზეც აუბრობთ, არის ის ცხიმები, რომელიც გვაქვს განსხვავება. მაყურებელს აი ერთ შემთხვევაში ხელზე არ გადმოვიდა ფაქტობრივად არაფერი და მეორე გადმოვიდა. მე მგონი ჩემი ფავორიტი გადმოვიდა. კი. ყავისფერი. კი ბატონო, აი ხმა რომელსაც ჰქონდა ზუსტად შოკოლადი გადმოვიდა ხელზე. კი, აი ხმა რომელსაც ჰქონდა და რომელიც ეგ ტესტი გაიარა, ზუსტად ის გადმოვიდა ხელზე. ეს ნიშნავს, რომ ნატურალურ კაკაოს ცხიმს შეიცავს, რომელიც 30 გრადუსზე იწყებს დნობას. და მასში ლაბორატორიის გარეშე ჩვენ რაც შეგვიძლია საოჯახო პირობებში ეს განსაზღვრება. ის სითეთრე რაზეც საუბრობდით, რო არ გაგვიწყდეს აზრი, გახლავთ სწორედ ეს კაკაოს ცხიმი, რომელიც დნობის დროს ამოდის ზევით, კი, და როდესაც უკვე მაცივარში ვათავსებთ იმას, შემდეგ უკვე გახსნის შემდეგ ზევით გვაქვს. ესეთი შოკოლადი უნდა შევჭამოთ თუ არა, ხო? მივირთვათ თუ არა, ესეთი შეკითხვაც ისმის ხოლმე. ეს მის ხარისხზე ნახეთ მიუთითებს, რომ ხარისხიანია, რადგან კაკაოს ცხიმს
შეიცავს, მაგრამ პირობებიდან გამომდინარე შესაძლოა, რომ უკვე ეჭვი შეგვეპაროს კი, რომ შიგთავსი რადგან თუ შიგთავსიანია, ის მალე ფუჭდება და არ ვიცით შეიძლება უკვე გაფუჭებულთან კონდეს საქმე ტემპერატურის აწევიდან გამომდინარე. სახში რომ მივალ შოკოლადის კარაქი მაცევრიდან გამოვიღო და დავდო ჩვეულებრივ კარადაში. ნახეთ, დააკვირდით სახში რა ტემპერატურა გაქვთ, იმ ჩვეულებრივ კარადაში რა ტემპერატურა გაქვთ და შოკოლადის კარაქს თვითონ ეტიკეტზე რა აქვს მითითებული მწარმოებლიდან გამომდინარე. რა ტემპერატურაზე უნდა შევინახოთ, ხო? სახში თუ ვინარჩუნებთ 10 გრადუს, 15 გრადუს, 20 გრადუს, ნუ გააჩნია რომელ სეზონზე ვართ და ის კარადა სად გვაქვს. დიდხანს ვერ ვინარჩუნებ შოკოლადის კარაქს სახში, ის მოხმარებაშივე მაქვს. კი ბატონო, რძე გვაქვს სოფო აქ კიდევ. შენი რეკომენდაციით მიდიდებით და რძით როგორ შეგვიძლია რომ გავარკვიოთ რამდენად ნატურალურია შოკოლადი. რძეზეც ექსპერიმენტი საინტერესოა და აქ უკვე რძის ფხვნილიდან გამომდინარე არის ხოლმე სხვაობა. რძის ფხვნილი არა, ბოდიშსუიხტი, კაკაოს ფხვნილი. კაკაოს ფხვნილსა და კაკაოს შორისაც რა სხვაობაა, ხო? ალბათ ეს შეკითხვაც დაისმევა, რომ თვითონ კაკაო იქნება თუ ფხვნილი, რა განსხვავებაა, კი. ეს განსხვავება ფხვნილისა გახლავთ ის, რომ როდესაც კაკაოს ცხიმს აცლიან, რაც რჩება, ის იქვება ხოლმე და შედარებით ნაკლებ ხარისხიანი. გადამუშავებული მასალა, ნაკლებ ხარისხიანი მასალას იყენებენ. ცხადია და ამას სიმძიმე არა აქვს და რძის ექსპერიმენტი ის გახლავთ, სწორედ რომ უნდა მოვათავსოთ სხვადასხვა ფილა, ხო, რომლის ექსპერიმენტსაც ვატარებთ, რომელიც არის ნამდვილი კაკაოსგან დამზადებული და არა ფხვნილისგან, რძეში უნდა ჩაიძიროს, იმიტომ რომ მძიმე უნდა იყოს და ფხვნილისგან, რომელიც არის ის ტივტივებს ხოლმე და თავზე რჩება. აი, ცადოთ. ალბათ ზომასაც გააჩნია. ამან ორი ტესტი უკვე ჩააბარა და ნახოთ ზომა, მაგრამ ნუ ჭიქაში რაც იქნება, ის საკმარისი აღმოჩნდება. აბა ნახოთ, ეს არის კარგი, ეს ამ შოკოლადმა ორი ტესტი ჩააბარა უკვე და ნახოთ მესამე ჩემი ფავორიტი მაინც ყავისფერია. მოკლედ, ესე იგი, როგორც მივხვდით, კარგი და ხარისხიანი და სუფთა შოკოლადი უნდა ჩაიძიროს რძეში და ნაკლებ ხარისხოვანი უნდა იტიტივოს, ხო? კი ბატონო. ჩაიძირა. აგერ უკვე მესამე ტესტით ჩააბარა და ეს ჩემო შოკოლადო ჩაიძირე შენ ჩაიძირა, კარგი. ესე იგი, ფხვნილისგან, კაკაოს ფხვნილისგან დამზადებული არ გვაქვს არც ერთი. იმ რომელმაც ის ორი ტესტიც გაიარა, იქ ალბათ კაკაოს პროცენტული შემადგენლობა არის უფრო მეტი. როგორ კაკაოს ფხვნილზე ხა საუბარი რომ ნაკლებ ხარისხიანია. აი მაშინ იმ შემთხვევაში როცა ზუსტად ამ ფხვნილისგან რძეში ვაკეთებთ კაკაოს და მივირთმევთ ეს საფრთხეს შეიცავს? არა, საფრთხე, ნახეთ, თავიდანვე ხო გავმიჯნეთ, ანუ უვნებლობის მხრივ პრობლემას არ ქმნის ეს ცხადია, უბრალოდ ის ხარისხობრივი თვისებები სამკურნალო იქნება თუ ჩვენ შოკოლადს ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ დეპრესიის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ, ხო, რომ კარგ ხასიათზე გვაყენებთ. ქალებს გვჭირდება თურმე. და ეს შოკოლადი და დოზასაც აქვს განსაზღვრული რაოდენობა. პრობლემაც ასევე. ყოველდღიურად შოკოლადი, ნამდვილი შოკოლადი. კი, ნამდვილი შოკოლადი ის თავისი სასარგებლო თვისებებით არის 20-30 გრამი მაქსიმუმ. წარმოიდგინეთ, რა ცოტაა ფილის მესამედზე ნაკლები. ხატია რამდენად ცოდავა ბახიანი. იცი რა მე ესეთი სუფთა შოკოლადი არ მიყვარს, პირიქით ბევრი მინარევით მიყვარს, ბევრი თხილით, ბევრი კარამელით და რაც მეტად ტკბილია, მეტად მიყვარს და აქედან გამომდინარე რომ ფიზიკურად ბევრს ვერ მიირთმევ იმ წამს, მაგრამ დღის განმავლობაში რა თქმა უნდა ხშირად. ნუ სასარგებლო თვისებებზე როდესაც საუბრობთ, ის ხარისხიანი მწარე შოკოლადი და ცხადია მოთხოვნაც იმდენი არ არის თავისი გემოდან გამომდინარე და ბავშვებსაც ამიტომ უფრო ტკბილი და ძლიერი შოკოლადი უყვართ. მეტი აქვს შოკოლადს, მით ვადებს უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ხო ამ შემთხვევაში? კი, ვადებიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ შიგთავსი და რა შიგთავსი აქვს, თუ მალფუჭადი არის შიგთავსი, შესაბამისად ვადაც აკლდება ხოლმე. აი რამდენი ხანი შეგვიძლია შევინახოთ მაგალითად სუფთა შოკოლადი და შიგთავსიანი შოკოლადი? კი, 4 თვე არის შიგთავსიანის შენახვის პირობებზე ვისაუბრეთ უკვე. კი, პირობებზე ვისაუბრეთ და შავი შოკოლადი, ასე ვთქვათ, ის მწარე შოკოლადი, კაკაოს მაღალი შემცველობით 7-8 თვემდეც არის ხოლმე საკმაოდ განსხვავება. ლიქიორიანს კიდევ თავისებური ვადები აქვს და აქაც ნახეთ ეს არომატები, როდესაც შემოდის, უკვე თვითონ ამ მწარე შოკოლადის არსს ვკარგავთ, ასე ვთქვათ. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ვადები ცხადია მანდაც იცვლება. აი
რამდენად ესე ვთქვათ როგორ გიხარი არომატიზატორებს რომ უმატებენ და სხვადასხვა კონსერვანტებს ვადის გასახანგრძლივება არ მხოლოდ შოკოლადს სხვადასხვა პროდუქტს ხო ეს რამდენად მავნებელი შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი და დიდი რაოდენობით გამოყენება რა თქმა უნდა რეკომენდებული არ არის თუმცა ესეც განისაზღვრება კანონმდებლობით და გააჩნია რას ვიღებთ არეგულირებს ჩვენი კანონმდებლობა ამას არეგულირებს კანონმდებლობა ამას და რანდომულად ესე ხდება ხოლმე ეტაპობრივად ნიმუშების აღება და მწარმოებლები არიან ცხადია პირველი პასუხისმგებლები ამაზე და ნუ მაკონტროლებელი შემდეგ უკვე სახელმწიფო ბრენდის სანდოობაც ხო არის ხა რაც უფრო კი აი ბრენდზე როგორ არის ცით ყველაზე მაღალ ხარისხიანად და სანდოობით გამოირჩევა ის შოკოლადის მწარმოებელი რომელიც თვითონ კაკაოს მომყვანია და ისინი უფრო დიდი სანდოობით გამოირჩევიან, იმიტომ რომ მარცვლიდან გამომდინარე უკვე ხარისხს აღარ აქვს. თუმცა ამბობენ რომ ამ ბოლო პერიოდში კაკაოს პრობლემები დგას მსოფლიოში, ანუ რაღაცა შემცირდა მისი მოპოვება და წარმოება. კი, იმიტომ რომ გარემო იცვლება, კლიმატი იცვლება და შესაბამისად ფასიც ნახეთ რომ დავუკვირდეთ, ხო? ანუ ფასთა შორის სხვაობაც ძალიან დიდი არის ხოლმე და ჩვენ ვამბობთ რომ ესეც თუ შოკოლადია ესეც რატო უნდა იყოს ამხელა თანხობრივი სხვაობა აქ არის უკვე ხარისხთან მიმართებაში დაკავშირებით გოგო კიდე ერთი კითხვა მაქვს მაგალითად დიასახლისები როდესაც ნამცხვარს ვაკეთებთ ბაჭო ხო იცი რომ მე რამდენი ნამცხვარს ვაკეთებ ხანდახან გვეზარება ესე თვით გაკეთება ზემოდან შოკოლადის მოსასხმლის და ესე ფილა შოკოლადს ვიღებთ და ვადნობთ ეს რამდენად შესაძლებელია რომ დამდინარე კიდე ზემოდან მოვასხათ და მე კიდევ მივირთვათ ეს. ამ შემთხვევაში უნებლობის კუთხით კი, თვისებებს კარგავს, ხო, თვისებებს კარგავს. ანუ შოკოლადი პირობითად თუ გადნა და მე მაცივარში შევდეთ და გამოდია მაგას კი, მოვამზადოთ და იმ წუთას მივირთვათ, ხო, აღარ შევინახოთ მაცივარში, მე ხელახლა ამისი გრილება, გაციება და ეს ტემპერატურის შავები აღარ გამოვიწვიოთ. როცა ცხელ შოკოლადს ვიმზადებთ. ცხელ შოკოლადს ვიმზადებთ და მივირთმევთ იმ წუთას. ნახეთ, ის ცხელი შოკოლადი რო გავაციოთ, მე ისევ ვაცხელოთ ესეთი ხო თავი უნდა გაცხელება მოკლედ ნებისმიერ პროდუქტთან არის რაღაცა ესეთი ხო ყოველთვის კითხვის ნიშნებს იწვევს ხოლმე პირშიც დნობის მხრივაც განსხვავდება ნამდვილი შოკოლადი ასე ვთქვათ შეზავებული ბევრი ინგრედიენტებისგან აი სასაზე არ უნდა ეკროდეს მაგალითად და მარტივად უნდა დნებოდეს ხო პარაფინის შემცველი რაც არის ხოლმე იმას დიდად დაღეჭვა ჭირდება უშვებიან და ნუ საქართველოს ბაზარზე ნაკლებად გვხდება თუმცა არის ასეთი შემთხვევებიც და დიდად დაღეჭვას მოითხოვს და რეალურად ნამდვილი შოკოლადი მარტივად დნება და ისეთი ჰაეროვანი აქვს და განსხვავებულიც არის ხოლმე გემოები ამის. კი ბატონო. სოფო, ძალიან დიდი მადლობა. მე ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მივიღე. საინტერესო საუბარი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო. მაგრამ გაფრთხილებს ბატონო ისეთი რომ აი ძალიან მარტივად ეს კომპლიმენტი მეც ვუთხარი სხვა შორის რომ ძალიან კარგი სპიკერი ხარ თქო გასაგები ენაზე რომ ვიხსნი ჩვენ და ჩვენს ტელემაყურებლებს ყველაფერს ძალიან დიდი მადლობა კიდევ შოკოლადი და რაღაცა დიდი სიყვარულით ეთყობა კი ეთყობა მადლობა სოფია ძალიან დიდი კიდევ ერთხელ მე დავიმშვიდობები ჩვენს მაყურებელს მომდევნო კვირამდე და შემდეგ კვირას კიდევ უფრო საინტერესო თემას შემოგთავაზებთ მადლობა ძალიან დიდი გოგოებო ძალიან დიდი მადლობა ისეთი ცოტა გოგონური თემა იყო ბაჭო არა ვითარ შემთხვევაა მიდი აბა გასინჯე თუ მაგარი ხარ აუცილებლად ხა რეკლამაზე რო გავალ ხედავ მაგას მე დაგეხმარები ამ შოკოლადს ჩვენ აქ არ დავტოვებთ სტუდიაში არა ვითარ შემთხვევაში მადლობა ანა ძალიან საინტერესო რჩევებისთვის და როგორც თავიდან აღნიშნე დარწმუნებული ვარ თქო რომ მისი რჩევები და გამომადგება და აუცილებლად გამომადგება უკვე ვიცი როგორ დავტესტო თუმცა აი მანამდე რაც სახში ნახატია ეს უკვე სახში მოტანი და ნაყიდზე არის და ეხლა უკვე ისიც ვიცით ჩამონათვალის მიხედვით შეგვიძლია რომ შევარჩიოთ მაღაზიაშივე იქვე ხო ჩამონათვალით ერთ რამეში გამოგიტყდეთ მეგობრებო ცოდვა გამხელილი სჭირს ისე კარგად ვეღარ ხედავ იმ უკან პატარა ჩამონათვალებს იცი მეგონი ზათვალე მჭირდება უკვე ეს ტელეფონი მიმაქ და ვაახლოვებ შემდეგ სარჩევში მაშინ ოფთალმოლოგს აი ზათვალე დაგხვდებით არ არის პრობლემა მადლობა კიდევ ერთხელ რეკლამის დროა ჩვენს ეთერში რეკლამის მერე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში მარიამ როინიშვილის რუბრიკით ასე რომ დაგველოდეთ არ გადარდეთ
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მარიამ როინიშვილის რუბრიკით დილა მშვიდობისა. მარიამ, მივესალმები შენ სტუმრებს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თავად წარადგენ. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მომენატრეთ რაღა დაგიმალოთ და მიხარია რომ ისევ რა თქმა უნდა თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ არაჩვეულებრივ ტელემაყურებელთან და დღეს საინტერესო ამბით მოვედი და ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს რაც დავარია. მოდი პირდაპირ დავიწყებ თემის წარდგენას, რადგან ბევრი გვაქვს სასაუბრო და მოსაყოლი თქვენთვის და რა თქმა უნდა ტელემაყურებლისთვის. მოკლედ საქართველოს უნივერსიტეტს აქვს ძალიან საინტერესო ამბავი ჩვენთვის. ვინც დაინტერესებულია ცეკვით და არ გულისხმობ მხოლოდ ქართულ ნაციონალურ სხვა კუთხის ცეკვებს ამ შემთხვევაში. ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო აქტივობას ითვალისწინებს ფაკულტეტი, რომელიც ახლა ისხამს ხარჯს და ამ თემასთან დაკავშირებით ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანები ისაუბრებენ. დღეს ჩემი სტუმრები არიან გიორგი უშიკიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ტრადიციული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში და ნინო მახათაძე, საქართველოს უნივერსიტეტის ქორეოგრაფიის პროგრამის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. როგორც უკვე წარმოვიდგინეთ ჩვენს მაყურებელს თემა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და მოდი გავამხელ, არ ვიცი ხა ცოდვა გამხელილი ჯობს რა თქვა მე და ცოდვა რამდენად მეთვლება არ ვიცი, მაგრამ ჩემი აუხტენელი ოცნება ზოგადად რომ მე ცეკვით კარგად მეცემა ცხოვრებაში. აი, მაგით დავიწყოთ ყველაფერი. ანუ ერთ თუ გინდოდა პირდაპირ გეთქვა რა თუ დავხალაშე. საბუთი და ამოედანი. თავი ქუჩში მაქვს. მე მინდა რომ ხატია მივიღო ჩვენ, ხატია მინდა რომ მივიღო ჩემთან. ნახე როგორი საცეკვაო წარმოდგენილი ვარ. ხო, ზუსტად ახლა მე ცოტაც მაცალეთ და მოვაჩვენამდე აუცილებლად. მე და ბაჭოს წყვილში თუ დაგვახელე. მოვდივარ. სიამოვნებით. გიორგი, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან როგორ მოხდა იდეის ჩამოყალიბება, როგორ მოხდა უბრალოდ როგორ გაჩნდა იდეა და შემდეგ როგორ შეესხა ყველაფერს ხორცს. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი სიყვარულით მივესალმები ტელემაყურებელს. საინტერესო ამბავი არის, რომ მე საქართველოს უნივერსიტეტში დავიწყე ხალხური ასამბლეის შეკრება სტუდენტებისთვის და აი სწორედ აი ამ პერიოდში გაჩნდა იდეა რომ გავეკეთებინა საბაკალავრო პროგრამები, ზოგადად საქართველოს უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული ტრადიციული მიმართულება, ეს არის ის დარგები, რომელსაც ჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა და შენარჩუნება. ხო, და იცი რა არის, ეს პირდაპირ შემილია თქვა რომ საქართველოს უნივერსიტეტისთვის არის აი ესეთი რა აი ეროვნული მნიშვნელობის ასე ვთქვათ ეროვნული მნიშვნელობის თემა რომელიც სადაც აი ინვესტიცია მათი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს არ არის ის ფაკულტეტი რომელიც აი რაღაცა გრანდიოზულად მომგებიანია და ასე შემდეგ მაგრამ აი მათი ინვესტიცია სწორედ არის მიმართული აი ეროვნულობისკენ და ამის შენარჩუნებისკენ შეიძლება ასე ითქვას და აი მაშინ რომ ჩამოყალიბდა ეს იდეა რომ მოდი გავაკეთოთ ეს ორი პროგრამა და რატომ იმიტომ რომ აი ხა ცოტა გადავალ შევცვლი ასე ვთქვათ თემატიკას რომ განათლების ნაწილი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აი ხა დღეს რასაც ჩვენ უყურებთ იგივე მაგალითად ახალგაზრდები რომელებიც ქუჩაში დგანან და არიან პროტესტში ხო ანუ განათლებული თაობა მოდის ამიტომ აი ეს განათლება აძლევს იმის საშუალებას რომ სწორი ხედვა აქვთ მათი ქვეყნის ანუ სადმიდის მათი ქვეყანა ვინ არის ამ ქვეყნის მტერი იმიტომ ამას იძლევა ეს განათლება ხო ამიტომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად და ასევე უნდა ვთქვა ხოდაშორის აი პროტესტების ფონზე საქართველოს უნივერსიტეტის მაგალითი როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტების ასე ვთქვათ პოზიცია აი ამ დროს და მათ შორის სტუდენტების მიმართ ხო და ხო და მათ შორის სტუდენტების ხარაჯერასაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი მაგალითი რატომ მოვიყვანე იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი განათლების მქონე ადამიანები ქორეოგრაფიაშიც და შემდეგ უკვე ჩვენ გვექნება ტრადიციული მუსიკა და ეს იქნება ქართული სიმღერა და ქართული გალობა რომელსაც აქვთ საბაზისო განათლება იმისა რომ საინტერესო თავიანთვის საინტერესო ნიმუშები შექმნან, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ აი ძალიან მარტივია შუა მოხდომე ხშირად შეიძლება სახლი ააგო ბევრნაირი რა, თქვა შუშის, იმის, ამის, მაგრამ საძირკველი თუ არ არის აი ესეთი გამყარებული და ძლიერი, ხო ეს ყველაფერი თავზე დაგანგრევა. ასე საძირკველი სწორედ არის ის რომ ქორეოგრაფები, ადამიანები რომლებიც ჩვენთან მოვლენ რომ ისწავლონ და ეს თქვა აი ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის მიმართულებით თქვა ხო, მათ იცოდნენ
ყველა ის ცეკვა ავთენტური განსაკუთრებით. პროფესიონალებად უნდა ჩამოყალიბდნენ და შემდეგ ხო, მაგრამ იცი რა, შენ თუ შენ გინდა რომ შექმნა შენი, ამიტომ უნდა გქონდეს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია. და ეს მასალა უნდა გქონდეს. განსაკუთრებით ახლა ეკლესიის კარი, ავთენტური ცეკვები მაგალითად, ხო, ძალიან ბევრი. მათ შორის არა მარტო ის კუთხეები, რომელიც თქვა ახლა თქვა ყველასთვის ცნობილი ისე ქორეოგრაფიული ნიმუშებია, ხო, მაგალითად როგორც არის აჭარა, როგორც არის მაგალითად სვანეთი, ფერხულებით, არამედ მაგალითად იგივე ისტორიული საქართველოს ის ტერიტორიები, სადაც შემონახული არის ისევ და ექსპედიციები გაკეთებული აქვს, მათ შორის მაგალითად იგივე ჩვენს პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ალიმბარაშვილი არის პროგრამის ხელმძღვანელი ჩვენთან ნინოსთან ერთად და მინდა გიორგიძე თქვა რომ ეს არის ჩვენს თაობაში ერთ-ერთი გამორჩეული და აი წინვალე მწოდნე ქართული ცეკვისა და უბრალოდ მას დიდად არ უყვარს ტელევიზიით გამოჩენა და ამიტომ შეიძლება ეს არის თუ საზოგადოება, მაგრამ აი ის რომ ის იქნება ჩვენთან და აი ესეთი ახალგაზრდული რაღაცა გუნდი შეიკრა და ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მე ძალიან მიხარია რომ ასეთი თაობა მოდის რომელიც დღეს აგრძელებს უკვე თაობა მოვიდა, რომელიც დღეს აგრძელებს კიდე აი ახალგაზრდებისთვის საოცოდის გადაცემას და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რა არის რომ აი ამ სწავლება დაფუძნებული არის საარქივო მასალებზე და ისინი მიიღებენ თუნდაც ხვათაშორის ასევე მუსიკალურ მიმართულებითაც, იმიტომ რომ აი მაგათ ჩვენ ხვდებით დღეს რომ მაგათ ცეკვებს ხვდებით, სადაც მაგათაც მთლიანად აცდენილია მუსიკალურ ნაწილს, ხო, მაგალითად. თეორია ჩართული იქნება, ძალიან ბევრი საგნებია, ნინო მერე ამბობს ითქვის ამას, მაგრამ აი ხშირად გაგინახეთ, რომ ცეკვა და სიმღერა ერთმანეთთან აცდენილია საერთოდ, ხო, საერთოდ სხვა სიმღერაა და სხვა მუსიკაა და საერთოდ სხვა ცეკვაა. გარდა მაგისა, მე მაინც ვფიქრობ, როცა მეტი ინფორმაცია გაქვს რაღაცაზე და იცი ამ ყველაფრის ძირი და ფასი, შემდეგ როცა შენეულს აკეთებ რაღაცას, აი იქ მეტი სიფრთხილე გაქვს და ხელაღებით არ ემყობი რაღაცებს რა, ამიტომ განათლება ამ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი. წეგან ეს მაგალითი მაგით მოვიტანე, როცა შენი ქვეყნის ისტორია არ იცი, ძალიან ძნელია რომ ძალიან ძნელი წარმოუდგენელი იყო პატრიოტი ამ ქვეყნისა, ხო, ამიტომ ძალიან რთულია, როცა შენ არ იცი ფესვები ამ შენი სიმღერისა თუ შენი ცეკვისა, რომ შენ მერე იყო მაქსიმალურად ფრთხილი ამ ყველაფრის მიმართ. ხო, არა, და იცი რა არის, რომ აი გარდა მაგისა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძალიან ცოტა რაოდენობით იყენებენ იმ მათ შორის ქორეოგრაფები იმ ძველი ნიმუშებისა, რომელიც საქართველოში დღემდე კიდე შემორჩენილია. ვერ ვიტყვი რომ განებივრებული არიან ქორეოგრაფები, მათ შორის განსაკუთრებული დიდად ყველა რაღაც ექსპედიციებით და არიქა და ყველა ქორეოგრაფი ჩადის რეგიონებში და ექსპედიციებს ატარებს და ასე შემდეგ. და სწორედ ჩვენ ასეთი ადამიანები გვჭირდება დღეს ახალგაზრდები, რომლებიცაც ეცოდინებათ ყველა ის საცეკვაო ნიმუში, რომელიც საქართველოში იყო გავრცელებული. ეს იქნება რაღაცა უბრალო პატარა ძალიან მცირე რაღაცა საცეკვაო ნიმუში თუ ისეთი უფრო მასშტაბური ხო? ეს ისტორია, საიდან მოდის ეს ილეთები, ხო? ბოლომდე არ არის მაინც შესწავლილი ბოდიში ჩაგეჭრებით. ქართული ქორეოგრაფია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს სცენაზე ნანახი, ბევრ რამეს ინახავს თითოეული კუთხე. და ამისი შენახვა სცენაზე გადმოტანა, გემოვნებით წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ნაწილია. ძალიან აბსოლუტურად გეთანხმები და გიორგი დაგეთანხმები შენ იმაში, რომ სხვა შეს მუსიკის თვალსაზრისითაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, რომ სწორედ აი გადმოვიტან უბრალოდ ჩვენ პროფესიაში ახლა ამ შემთხვევაში და ვიტყვი პარალელს გავავლებ უბრალოდ იმ კუთხით, რომ იქმნება ხანდახან ისეთი ვერსიები, აი უხეშად არის ეს ყველაფერი ხანდახან დარღვეული, ამ დროს მიჩნდება მეც კითხვა, რომ ასეთი ხელყოფა, ისეთი ნიმუშების მაგალითად ხო, როგორც ამ შემთხვევაში არ ჩამოვთვლი სხვადასხვა ულამაზეს სიმღერებს, რომლის ხელყოფაც ისე ხდება ხანდახან, რომ ხვდები, რომ ეს არაპროფესიონალის გაკეთებულია. ამ შემთხვევაში ცეკვაში თავად მსგავს შემთხვევა. რაღაც ესეთი ახლად შექმნილი რაღაცა ცოტა ესეთი მოფანოღო, ესეთი რაღაცა სიმღერები ხო არის რაღაც ესეთი ხო, მესაც არ გვეუბნება ხო? ბევრია სტრესი ყვა. ამაზეც კი ძგავენ, ისა რა ქვია, ცეკვებს, ქართულ ცეკვებს. ხო, აი ამაზეა ზუსტად ლაპარაკი, რომ მწოდნე, როდესაც მწოდნე აკეთებს, როდესაც პროფესიონალი უდგას ამ ყველაფერს სათავში, სულ სხვანაირად ხდება შემდეგ უკვე. მე ჩემი თვალით მაგას ყველაფერი ნანახი, იმიტომ რომ არ შეიძლება. მაგრამ ამას ვამბობ სწორედ, რომ განათლება ამ საკითხში არის უნიშნულოვანესი, იმიტომ რომ
როდესაც ადამიანმა იცის მაგალითად კონკრეტულ ცეკვას რა კოსტუმი უნდა მაგალითად ხო, როგორ რა უნდა გეცვას, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანის ძალიან ბევრი დეტალია ნამდვილად გასათვალისწინებელი აბსოლუტურად ხო? და ეს გემოვნებით ჩამოყალიბება უნდა მნიშვნელობა კი, ნიშნავს იმ თავარის დაკარგვას, შეიძლება ჩვენ ადამიანს ვერ ვასწავლით გათანამედროვებას. თუმცა არც არავინ არ უკრძალავს ამას, ხო? მაგრამ შენ უნდა იცოდე ძირები ამ ყველაფერს. რომ შეძლო გათანამედროვება. ეხლა მაგალითად ქართული სიმღერის შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ მაგალითად მოტივებზე, ვთქვათ ჯანსუღკახიძე მაგალითად იყენებდა ქართული სიმღერის მოტივებს. რატო და კარგად იყენებდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა ხალხური სიმღერა. გეთანხმები, ძალიან კარგად იცოდა და ძალიან დიდი გემოვნების მატარებელი იყო შინაგანი. შესაბამისად ეს აქ ცეკვაშიც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ შენ გქონდეს ბევრი ინფორმაცია, რომ მე შექმნა უკვე შენეული და ეს იმისთვის რომ სტრუქტურა დაარღვიო, სტრუქტურა უნდა იცოდე. ანუ ისე სხვანაირად ვერ დაარღვევ, მაშინ გამოდის რომ ქაოსში ხარ და ეგ არის. ჩვენ არაერთი რაღაცა ეტიკეტი თუ ასე ჩვენ ევროპული ისტორია თუნდაც კულტურის ხო, რომელიც პირდაპირ ერთმანეთში გადაჯაჭვული არის, ის კოსტიუმირებული, მაშინდელი თუ ის ეტიკეტები, რომელსაც მაგალითად ჩვენ ვსწავლობდით თეატრალურში, მოხმარებას იმ რაღაცა ჩანთის იქნებოდა თუ აქსესუარების, შიგნით როგორ იდებოდა რაღაცა პარფიუმერია თუ ასე შემდეგ, პარიკი და მასთან ყველაფერი ეს მოცემულობა, ის მუსიკა, ის მოძრაობა, რომელიც ესთეტიკა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ეს უბრალოდ რაღაცა გენეტიკურად მოვყვება და უბრალოდ ესე რაღაც გადმოცემით ვიცით და ხასიათში გვაქვს და ის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ეს დაიკარგოს ხო დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ ყველაფერი იცვლება და ის რაღაცა ძირეული სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ცოცხალი რა არის, ხო, როდესაც ეხა ეს უნიკალური ნიმუშები რაც გვაქვს, რაც გადის ეხა მაგალითად რაც დღეს კიდე არის ხო რეგიონებში. ეს არის ის რომ ამის გადაცემა მოხდეს ცოცხლად ანუ ეს არ შემოიდოს თაროზე როგორც რაღაც საარქივო ნიმუში, ხო? ამისი თავარი ამბავია, რომ ეს ადამიანებიდან ადამიანებს გადაეცეს ესე და არ დაიკარგოს თორე ხა თაროზე და დისკზე ჩაწერილი ჩათვალე მაინც არის გამქრალი და დაკარგული საზოგადოები ყოფიდან ასე ვთქვა, შეიძლება ასე ითქვას. რა თქმა უნდა, ნინო, მოდი გადმოვალ ხა თქვენ და ჩვენ ახსენეთ ქართული ცეკვა, სხვა კუთხის ცეკვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ სოფლიო ხალხთა ცეკვებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ სოფლიო ხალხთა ცეკვები, რომელიც დაემატა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაწილია ამ ფაკულტეტისა. კი ბატონო, მაყურებლისთვის ავხსნი, რომ ჩვენი სპეციალობა სახელწოდებით არის ქართული ცეკვის ან სოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფია. აი ეს ან დიფერენციაცია ხდება მეორე კურსიდან და შესაბამისად სტუდენტს სურვილისამებრ შეუძლია აირჩიოს სოფლიო ხალხთა ცეკვა. ან ქართული ცეკვა. ეს ხო, ან თავისთავად ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფია. ეს არის ახალი ექსკლუზიურად საქართველოს უნივერსიტეტში პირველად საქართველოში იქნება ამის შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა თავიდანვე შეუძლიათ ეს არჩევანი გააკეთონ და ეს გააკეთონ მერე ეტაპობრივად. ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ სოფლიო უზარმაზარია, ძალიან ბევრი წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მასშტაბით და ყველა კუთხეში აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ქორეოგრაფიული ნიმუშებია. თავისი ხასიათით, შესრულების მანერით და სოფლიოს ქვეყნებსაც აქვთ ძალიან საინტერესო ქორეოგრაფია. თუმცა თან აი ვფიქრობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოფლიო ქორეოგრაფიის შესწავლა იმ კუთხითაც, რომ ჩვენი ეროვნული კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა სიმაღლეზეა, რა არის ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი და დასაფასებელი. და რა დეტალებია, რასაც შეიძლება რომ მივცეთ საშუალება ცოტა განვითარდეს ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ და მასალა ძალიან დიდია და ძალიან საინტერესო ის ადამიანები, რომლებიც აბიტურიენტებს მიმართავენ, რომლებიც დაინტერესდებიან და სოფლიო ქორეოგრაფიას აირჩევენ, ძალიან საინტერესო ინფორმაცია ელით. ისინი თანაბრად სწავლობენ ქართულ ცეკვასაც, სოფლიო ხალხთა ცეკვებსაც და მე უკვე დამდგმელი ქორეოგრაფი როგორც ესეთი ჩვენ ამ მიმართულებით არ გვყავს. კარგი იქნება თუ ეს იქნება საბაბი იმისთვის, რომ შემდეგ სოფლიო ხალხთა ცეკვის ანსამბლებიც ისევე როგორც ქართული ცეკვის გვაქვს და ჩამოყალიბდეს. იმიტომ რომ საამისო ბაზა მაგალითად ქორეოგრაფულ სასწავლებელს ქორეოგრაფულ სასწავლებელში ისწავლება სასცენო ხალხური. იქაც არის სოფლიო ხალხთა ცეკვის დეტალები, რომელიც გასცენიურებული ვერსია, რომელიც ბალეტებში გვხდება, ეს იქნება უნგრული, პოლონური, ესპანური თუ ასე შემდეგ.
მაგრამ უკვე ხალხური ავთენტური ასეთი ვერსია არ გვქონდა და იქნება პირველად და ეს ძალიან ისეთი საამაყო და საპასუხისმგებლო ამბავია ვიღეთ საკუთარ თავზე, მაგრამ ძალიან საინტერესო და იმედია რომ აი ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებს მაგალითად ან იმ პირებს ვისაც მანამდე შესაბამისი ქორეოგრაფიული განათლება აქვს და ბაზა, მზაობა საიმისოდ რომ უკვე რაღაც ინფორმაცია აქვს, შემდეგ უკვე უმაღლეს სასწავლებელში ესეთი განათლება მიიღოს. მით უფრო რომ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამაა და მე მგონია რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროგრამის ძალიან ინტენსიური სწავლები მოსახიბლი ასე რამდენად ინტერესო მაბატიე არა უშავს გისმენთ ჩვენ რაღაცას ვესწრებთ ხო რივერდენს როცა ჩავდივართ ირლანდიაში ხო თქვა ფლამენკოს ჩავდივართ მადრიდში აი რაღაცა ნაწილებს რომ ვაკავშირებთ ჩვენს ეროვნულ ცეკვასთან აი ეს დეტალი თუნდაც სირტაკიდან ხო აი ესეც ძალიან საინტერესო ჩვენ ხო არ ვიცით საიდან მოდის და აი ამ ისტორიას რო ადამიანები სწავლობენ და მე ხო კიდევ უფრო საღად აღიქვამენ ნებისმიერ ქვეყანაში მათ ეროვნულ მე მაგალითად როგორც ჩემსრულებელი ხალხს გონია ხო მაგალითად რომ მარტო ხალხურ სიმღერას უსმენ მაგალითად და რატო გონია რომ მანქანაში რომ ჩავჯდები იქაც ხალხურ სიმღერას უსმენ ამ დროს საერთოდ არ ვაკეთებ მაგას ხო ანუ მე მჭირდება მე ბევრი ინფორმაცია ანუ სხვა მიმართულებებზეც ამიტომ ფაქტობრივად ძალიან ბევრი რამეს უსმენ რაც კარგია ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია შენ არ მარტო ქართული იცოდე არამედ იცოდე სოფლიო ხალხთა ცეკვები როგორ არის ხო აი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ერთი აი რატომ არის კარგი ეს საქართველოს უნივერსიტეტში იმიტომ რომ აი ეს გარემო რომელიც აი თავისუფალი გარემო რომელიც მაგათ იგივე აი წეგან თქვი რომ აი პოზიცია როგორი უნდა იყოს რომელიც არ უზღუდავს ადამიანებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მაგალითად არაწესებს ხო მაგალითად იგივე არის ფანტასტიკური ინფრასტრუქტურა იგივე ქორეოგრაფიისთვის იგივე სიმღერისთვის ხო არის ჩვეულებრივი დარბაზები თავისი რა ვიცი მოწესრიგებული აბსოლუტურად ყველა სტანდარტით ხო ეს სწორედ იძლევა იმის საშუალებას აი ეხა ესეთი პერიოდია ჩვენ მე და ნუ საუბრობთ თუ აი ჩვენ რა დროში ვწავლობთ რანაირი იყო ხო ის რა ქვია ჩაბნელებული რაღაც კორიდორები და არა გათბობა და არა არაფერი აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფრასტრუქტურა რომელიც ასე ვთქვათ აი კიდე აი სწავლის პროცესში გეხმარება ძალიან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე საქართველოს უნივერსიტეტის სხვათა შორის აქვს ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამა მათ შორის ევროპულ უნივერსიტეტებში და ამ ხრივად ჩვენ ვიბუშავებთ და ძალიან საინტერესო იქნება რომ ჩვენ ვაპირებთ რომ მე უკვე ევროპიდანაც მათ შორის მოვიწიოთ ძალიან საინტერესო ქორეოგრაფები რომლებიც ჩაატარებენ ეგრეთ წოდებული მასტერ კლასებს ჩვენი სტუდენტებისთვის და აქაც მოხდება ეს გაცვლა სწორედ ამ ინფორმაციის ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ რომ ჩავიკეტოთ რაღაცა ასე ვთქვათ ჩვენ სივრცეში პირიქით ეხა და ძალიან საინტერესოა რომ პედაგოგების თვალსაჩინოთაც ხო ეს არ არის რაღაცა ერთი ის არა ვართ სამეგობრო წრე პირიქით ჩვენ კონკურსებს ვაცხადებთ მათ შორის აკადემიურ თანამდებობებზე და ანუ ყველა შეუულია რომ მაგალითად ჩვენთან თავის პროფესიონალიზმით მოვიდეს და თავისი ასე ვთქვათ ცოდნა გაგვიზიაროს. კი, ძალიან საინტერესო თვითონ ინიციატივა რა თქმა უნდა უნივერსიტეტის, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინტერესებს რამდენად დიდი არის დაინტერესება თვითონ სტუდენტებისა უკვე. არის თუ არა გამოხმაურება ფაკულტეტთან მიმართებაში. და სექტემბრიდან უკვე თავისუფლად აი ესეც მინდა რომ სხვა შორის ჩვენს ტელემაყურებელს ავუხსნათ როგორ ხდება ზოგადად ხო ჩაბარებით ჩვენ ვიცით რომ თეატრალურში კონსერვატორიაში გამოცდები გვაქვს ჩვენ ჯერ კონსერვატორიაში მაგალითად ამ შემთხვევაში მე მქონდა გამოცდები ხო შემდეგ აი ეს ყველაფერი მაინც რომ ჩავშალოთ აუცილებლად და ინტერესით მაინტერესებს საგან დაინტერესება დიდია 2 აპრილის 2 საათზე არის ღია კარის დღე აი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ და კიდევ უფრო დეტალურად წარუდგენთ აბიტურიენტებს და აუცილებლად თვითონ ჩაბარების პროცესს რაც შეეხება, გვაქვს შიდა საუნივერსიტეტო ტურები, შემოქმედებითი ტურები. კი ბატონო. 3 ტური იქნება, სადაც მუსიკალური სმენა და ელემენტარული პლასტიკა მოწვდება პირველ ტურზე. შემდეგ მეორე ტურზე უკვე პედაგოგთან ერთად მუშაობთ. შეგვიძლია. მუსიკალური სმენის შემოწმების პრობლემა შეიძლება. პლასტიკაზე არა უჩვენს, მაგრამ ნიჭი რაც ყველაზე მთავარია ამას ვეძებთ. მოკეთ მეორე ტური გვაქვს პედაგოგთან ერთად მუშაობს აბიტურიენტი. ეს იქნება ქართული ცეკვის და სოფლიო ხალხთა ცეკვის აუცილებელი ელემენტები, რომელიც უნდა ისწავლოს გაკვეთილი სახით უნდა წარმოადგინოს და მათ შორის საცეკვაო ფრაგმენტები და მესამე ტურში უკვე სადადგმო ხელოვნებაზე მუშაობენ, ასევე თვითონვე მოამზადებენ მუსიკალურ ნაწარმოებს მოიტანენ, მოამზადებენ ცეკვას და უაჩვენებენ ეს ელემენტარული ნიუანსები აი ამ 3 ტურის განმავლობაში, რომლის საშუალებითაც აბიტურიენტმა უნდა წარმოაჩინოს როგორ მოძრაობს, როგორი პლასტიკა აქვს, როგორი სმენა აქვს. რამდენ ტურს მოიაზრებს? 3 ტური. და თუ არის ასაკობრივი ზღვარი?
ასაკობრივი ზღვარი არ გვაქვს, მაგრამ ჩემთვის სვამ ამ კითხვებს ნამკოთი და ნინო იცით რა მაინტერესებს, მაგალითად არიან სტუდენტები, ვინც უკვე სწავლობს ხო სხვადასხვა უნივერსიტეტში და თავისი სხვა პროფესია აქვს. აი ამ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესდებოდა, უნდა რომ მეორად მობილობა, ან მობილობა გააკეთოს, ხო, ეგრეთებული მობილობა. თქვათ იქაც სწავლობ და თქვენთანაც მინდა რომ კი, ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ, რომ ვთქვათ მობილობითაც შეძლონ გადმოსვლა, თუმცა ამაზე ინფორმაციას დამატებით გავავრცელებთ. 2 აპრილს რაც შეეხება ყველა დანარჩენს არის იმ სტანდარტებში, როგორიც არის ზოგადად დადგენილი, იმიტომ ეს სახელმწიფო ეს არის ეროვნული გამოცდების შემადგენელი ნაწილი, მათ შორის იგივე გრანტის მოპოვების შემთხვევაში როგორ მოხდება და შემდეგ ეს არის ყველაფერი სტანდარტულად, როგორც ხდება სხვა ყველა საბაკალავრო პროგრამის შემთხვევაში, სახელმწიფო რომელსაც არ გულიდებს, ხო? და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ახლა ინტერესს რაც შეეხება, ხო? ინტერესი საკმაოდ დიდია. საბედნიეროდ საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვი ცეკვავს, ძალიან ბევრი ბავშვთა-ქორეულობრივი ანსამბლია, ბევრი მღერის, მაგრამ აი სწორედაც რომ ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ანუ ბავშვი რომელიც ცეკვას სწავლობს, ანუ შემდეგ რო აგრძელებს, ანუ მხოლოდ იმ ასე ვთქვათ იმით კი არ გააგრძელოს, რაც ბავშვობაში ისწავლა, ასე ვთქვათ, აი იმ წოდნით, ხო? არამედ განვითარდეს, დამატებით წოდნა მიიღოს, თეორიული მიმართულება ჩაერთოს და უფრო პროფესიული იყოს ეს პროფესია რა, ამას გულისხმობ. ხო, რა თქმა უნდა და სოფლმხედველობა გაეზარდოს, ხო? და ამასობაში ჩვენ კიდე გვაქვს დამატებით არჩევითი საგნები, რომელიც უკვე აი ესეთი ძირთად ესეთი სოფლმხედველობის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებისთვის, ზოგადი ესეთი განათლებისთვის არის ძალიან საინტერესო, მაგალითად იგივე უცხოენა და საგნები რაღაცეები, რომელიც აი აღარ ჩამოყალიბება, მაგაც რომელიც აი სწორედ ამ განვითარებაში გეხმარება ადამიანს. და სწორედ აი ჩვენ გვინდა რა, ჩვენ გვინდა რომ შევქოთ ესეთი დემოკრატიული გარემო, თავისუფალი, სადაც აზრებს გავცვლით ერთმანეთთან, იქნება შემოქმედებითი გარემო. და სწორედ რომ აი ეს ამ საქართველოს უნივერსიტეტში ამ ყველაფრის დაფუძნება ჩემთვის არის რაღაც ახალი ეტაპის დაწყება ხალხურ შემოქმედებაში. მე ამაში დარწმუნებული ვარ. გიორგი, მოდი საიდუმლოდ თუ გაგვიმხელ ძალიან გამიხარდება, თუ იგეგმება კიდევ ახალი ფაკულტეტების ჩამოყალიბება ახლო მომავალში საქართველოს უნივერსიტეტში. კი, ჩვენ ესე იგი საქართველოს უნივერსიტეტში ჩამოყალიბება ტრადიციული მიმართულება, ესე რომ მე ვხემძღვანელობ. ესე გვაქვს ახლა 2 საბაკალავრო პროგრამა, ეს არის ქორეოგრაფიაში 2 და შემდეგ აუცილებლად იგეგმება მუსიკის მიმართულებითაც, ეს იქნება ხალხური სიმღერა, ქართული გალობა. და ამ მიმართულებითაც ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს და შეიძლება მე კიდე რაღაცებიც გავაკეთოთ, ასე რომ გავფართოვდებით. 3. აი ეს არის ძალიან საინტერესო, რომ პირველად არის ეს შემთხვევა, რომ ეს არის 3 წლიანი სწავლა, სხვა შემთხვევებში არის 4 წლიანი, მაგრამ ეს არის 3 წლიანი და ეხლა შენ იცი რაზე ვიფიქროთ, რა წარმოვიდგინე რეგიონებიდან რომ ჩამოდიან ადამიანები, ვთქვათ, ხო, რამხელა ხარჯი აქვს დედაქალაქში ცხოვრების, ხო, მაგალითად, და შეიძლება რომ 3 წლიანი იყოს ინტენსიური სწავლება და ესეთი დაკვრიტული 3 წელში დაატვირთო რომ მალე და ეხლა დღეს სოფლიო ხო ესეთი აი ეს ყველაფერი მალე უნდა მოხდეს, დაჩქარებულია ყველაფერი, ამიტომ ის ამ 3 წელიწადში მაქსიმალურად შეეცდება რომ ისწავლოს თანხები დაზოგოს. მისთვის დიდი შეღავათია ნამდვილად, რომ თანხები დაზოგოს და შემდეგ ჩავიდეს საიდანაც წამოვიდა იქ და იქ გააგრძელოს მუშაობა უკვე და შემოსავალი უკვე კონდეს, ხო, თავისი. ასე რომ ეს უკვე 1 წელი რომ აქ ახარ ბინის ბქირას არიხდი და ყოველდღიურ ხარჯებს და შემდეგ შენს ქალაქს უბრუნდები, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში სტუდენტი რჩება მონგებიანი აბსოლუტურად ფიზიკურათაც და დროის ნაწილში. ახალ შექმნილ ფაკულტეტებს კიდევ ერთი ხიბლი აქვს ხოლმე სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ მეც რო ჩავაბარე ბერძნულზე, ახალი შექმნილი იყო და კიდე რა მოგწონდა ერთ-ერთი, რომ გაქვს შანსი რომ იქვე დასაქმდე, იმიტომ რომ ახალი ფაკულტეტია და შეიძლება ლექტორადაც დაგასაქმო და იქვე დარჩე შენ საყვარელ უნივერსიტეტში. ნამდვილად ეს ძალიან დიდი სტიმულია. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, იცი რა, აუცილებლად უნდა გადავუხელოთ ხოლმე მადლობა იმ ადამიანებს, ვინც აი ეროვნული საქმის განხორციელებაში გვეხმარება რა. მაგალითად, თქვენ ტელევიზიას მინდა მადლობა გადავუხელოთ პირდაპირ თქვენ გადაცემას, იმიტომ რომ როდესაც თქვენ ჩვენ გვეხმარებით იმაში, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანებს, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება ჩვენი უფრო მეტი ვილაპარაკოთ ჩვენს წარსულზე, ჩვენს ღირებულებებზე და ამასთან დაკავშირებით ადამიანებმა ბევრი ისწავლონ და ამაში ტელევიზია ძალიან გვეხმარება. მე მინდა TV1-ს დიდი მადლობა გადავუხადოთ თქვენ განაცემას ამაში და
მე ასევე საქართველოს უნივერსიტეტს ამეტირება ეხა ცოტა. ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადო სწორედ ამ პროგრამისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. ნამდვილად საერო საქმეა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მინდა მობრძანებისთვის, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონი რომ თქვენ ნელ-ნელა თქვენს ტელემაყურებელს და ჩვენ ტელემაყურებელს უნდა დაემშვიდობ, მაგრამ მე ტრადიციულად არ ვემშვიდობები, იმიტომ რომ აუცილებლად დავუბრუნდებით ძალიან მალე ანა ქურთუბაძესთან, ნიკა ლომიძესთან ერთად, ასე რომ კამერა შეგიძლიათ მივართოთ არაჩვეულებრივ პატიოსკენობას ჩვენ სტუმრებს და მე პირადად მაქვს გამოცდილი საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა როგორ მიმდინარეობს, იმიტომ რომ მე დამთავრებული მაქვს 6-თვიანი კურსი კი მარკეტინგის და მენეჯმენტის და ვიცი რა საოცარი გარემოა, როგორი პროფესიონალები ასწავლიან და საერთოდ როგორ ხდება სწავლა, ასე რომ ხო და ცოტა ხანში მე შემოგიერთდები ხათია. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს დღევანდელ მაყურებელს და დღევანდელ დღესაც დღევანდელ მაყურებელს უნდა დავემშვიდობო და დღევანდელ კი მინდა და ეთყობა მაგიტომ ვეღარ ველევი ჩვენს მაყურებელს. მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებათ დილის ლაივი. მომავალ შაბათს დილის 9 საათზე ისევ თქვენთან ერთად ვიქნებით. წარმატებულ კვირა დღეს გისურვებთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ.